გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. რამდენი ხანია ეს სიტყვები არ მეთქვამს და ძალიან მომენატრა. მომენატრეთ თქვენ, ცოტა ცვლილებები გვაქვს სტუდიაში და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, როგორ მოგეწონებათ და აუცილებლად გამიზიარეთ. დაგიბრუნდით. დავბრუნდი რა თქმა უნდა პოდკასტ არეადან, იცით რომ ეს არის სივრცე, სადაც ცოდნის მოყვარე პოდკასტი იწერება და არაჩვეულებრივი ადამიანები აკეთებენ ამ ყველაფერს. დღეს არადაკლებ არაჩვეულებრივი ადამიანი არის ჩემთან სტუმრად და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. ჩემი სტუმარია მაია ხოსიდაშვილი, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგი. წარგადგენ, იმიტომ რომ აუცილებელია, როგორც ჩვენს წარდგენა, მაია არის ფსიქოლოგი, დამოუკიდებელი ტრენერი და კონსულტანტი. სრულ აღწერას, რა თქმა უნდა, გავაკეთებ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გაიცნოთ მაიას შესახებ სრულად ინფორმაციას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბედნიერების ფსიქოლოგიაზე და გადადებული ცხოვრების სინდრომზე, რაც ძალიან საინტერესო არის და მნიშვნელოვანი და ეს რაღაცა ბედნიერების ფსიქოლოგია და ბედნიერება სულ განხილვადი თემაა თითქოს. რა ვერ მივაკვლიათ ამ ბედნიერებას, რა გვინდა საერთოდ, ხო? ანუ რაღაც სულ ლაპარაკობთ ბედნიერებაზე ყველა პოდკასტში, რა თემასაც არ უნდა შევეხოთ, თითქოს მე ბოლოს ამაზე მაინც გავდივართ. მე ბედნიერების ჩემეული ახსნა მაქვს, მას შემდეგ რაც მით უმეტეს ინდოეთიდან დავბრუნდი, საერთოდ შემეცვალა ბევრ რაღაცაზე აზრი, მაგრამ მეცნიერულად და ფსიქოლოგიურად რო ვისაუბროთ და დავიწყოთ ასე საუბარი, ალბათ მნიშვნელოვანია. რა არის ბედნიერება, on ფსიქოლოგიური ჭრილით, როგორ აიხსნება ეს ყველაფერი? რა არის ბედნიერება? ეს იყო ძალიან დიდხანს მთავარი კითხვა, რომელზეც ძირითადად პოეტები, ფილოსოფოსები პასუხობდნენ. ახლა შეიცვალა რეალობა და დღეს უკვე არა მარტო ფსიქოლოგები და ნეირომეცნიერები, ანუ ეკონომისტებიც კი ბედნიერებას იკვლევენ, იცი ალბათ, რომ მსოფლიო ბედნიერების ანგარიშებიდება ყოველ 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს, ყოველწლიურად 140 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის საქართველოც არის 91 ადგილზე. 20-25 წლის მონაცემს ვნახავთ უახლოეს პერიოდში. ბოდიში რამდენი ქვეყანაა სულ? 140 ქვეყანა და ჩვენ ვართ 91 ადგილზე. 20-24-ის კვლევასთან შედარებით, 20-23-თან შედარებით, მცირე ერთეულით დაიწია ჩვენმა ინდექსმა. ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ აქტუალური გახდა არა მარტო ფსიქოლოგებისთვის, ანუ სახელმწიფოებმაც დაიწყეს მოქალაქეების ბედნიერების ინდექსის განსაზღვრა, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინაპირობა, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და არა მარტო. ვიდრე მეცნიერულ განმარტებაზე გადავთ, ფსიქოლოგია როგორ ხედავს ბედნიერებას, ესე ძალიან ყოფით ყოველდღიურ ენაზე რო ავხსნათ, ბედნიერება არის შევქმნათ ცხოვრება, რომელშიც გათენება გვიხარია. დილას ერთი სული გვაქვს, როდის წავალთ სამსახურში და სამსახურის შემდეგ საღამოს ერთი სული გვაქვს, როდის მივალთ სახლში. ანუ როდესაც ბალანსია პირად ცხოვრებასა და პროფესიულ ცხოვრებას შორის, როგორც ზიგმუნდ ფროიდი იტყოდა, ჩვენი ამ ადამიანურობის ქვაკუთხედი ხომ ორი კომპონენტია, ეს არის სიყვარული და შრომა, ანუ აი ამათი კომბინაცია. ეხლა მეცნიერულად შევხედოთ, ხო? სონია ლუბომირსკი იყო პოზიტიური ფსიქოლოგიის მკვლევარი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებდა კვლევებს ბედნიერებაზე, უამრავი მოდელი არსებობს ბედნიერების და ჩემი ფავორიტი არის ეს ორკომპონენტიანი მოდელი, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტის შემთხვევაში უფრო რთულია ოპერირება. საბოლოოდ ორ კომპონენტზე დაიყვანება, ეს არის პირველი პოზიტიური ემოციების გამოცდილების მიღების უნარი, ანუ ემოციური სიამოვნების მიღების უნარი. და მეორე ეს არის ცხოვრებით კმაყოფილების განცდა, ანუ საზრისის ქონა, როდესაც გრძნობ, რომ შენი ცხოვრება მნიშვნელოვანია, ღირებულია, საყურადღებოა. ანუ ბედნიერების ფორმულას მარტივად რო წარმოვიდგინოთ, არის სიამოვნებას პლუს საზრისი. ემოციურ სიამოვნებას პლუს აზრიანი ცხოვრება. აი ეს კომბინაცია. შესაბამისად, თუ გადმოვთარგმნით უბედურება რა არის, იმიტომ რომ ბედნიერების მეორე მხარე არის, მონეტის მეორე მხარე უბედურება. გამოდის, რომ ეს არის ანჰედონია, ანუ სიამოვნების მიღების უნარობა ერთი მხრივ, როდესაც ადამიანს აღარ შეუძლია სიამოვნების მიღება და მეორე მხრივ საზრისის დაკარგვა, ანუ ეგრეთ წოდებული ეგზისტენციალური ვაკუუმი, როდესაც ხო. რა მინდა არ ვიცი რას ვაკეთებ. მოდივარ საით მივდივარ, საით მივექნება ჩემი ცხოვრება, ალბათ ყველას ქონია ცხოვრებაში ესეთი მომენტი. როდესაც განცდა გაქვს, რომ აი რაღაც გამომწყდეული ხარ, რაღაც წარმოსახვით ციხეში, საკანში და შენი ცხოვრების რაღაც ლიმიტირებული ვერსიით ცხოვრობ. აი ეს განცდა გაქვს ცხოვრების უმნიშვნელობის, უაზრობის
გზაბნეულობის, გზადაკარგულობის და აი ამ კითხვებით ვცდილობ, რომ იპოვო, დაუბრუნდე შენს, ასე ვთქვათ, საწყის მდგომარეობას. ესე ორივე პოლუსიდან რომ შევხედოთ ბედნიერებას, უბედურობის პოლუსიდან, უფრო მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსურად შევხედოთ ამ ფენომენს. მაგრამ სიამოვნებას პლუს საზრისი, აზრიანი ცხოვრება. ეს ორი კომბინაცია გვაქვს ბედნიერების შემთხვევაში. ეგ ძალიან საინტერესოა, თუმცა აი ჩავშალოთ საინტერესოა ხო აი სიამოვნების მიღებას ხო რას გულისხმობთ რა სიამოვნების მიღებაზეა საუბარი იმიტომ რომ სხვა კულტურებში სხვა სიამოვნება შეიძლება იყოს საერთოდ შეიძლება რაღაცა რელიგიური ჭრილით რო შეხედო პირობითად ვიძახი ვიღაცამ თქვას რომ სიამოვნებაზე საერთოდ არ უნდა იფიქრო ხო აი რას გულისხმობთ როცა ვამბობთ სიამოვნების მიღებას პირველ რიგში ეს ჭრილი მაინტერესებს ხო აი მოდი ჯერ შევხედოთ ამას კულტურულ ასპექტში ზოგადად დგას ბედნიერების დისკრედიტაციის საკითხი და ლეგიტიმაციის საკითხი ბედნიერად ყოფნის და ბედნიერების ღიად გამოხატვის ხო სხვადასხვა ისტორიული რელიგიური თუ სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე ბედნიერების ღიად გამოხატვა და ბედნიერად ყოფნა ნორმა არ არის რაღაც გარკვეული ლეგიტიმაციის საკითხი დგას ხოლმე აი ზოგჯერ მაგალითად შეიძლება ახლა გითხრან რომ რა დროს ბედნიერებაზე საუბარია სოფლიოში რამდენი რამ ცუდი რამ ხდება პირიქით უბედურება უფრო ლეგიტიმურია ვაკვირდები ხოლმე აი შეხვედრებს სამეგობრო წრეში თქვა რაღაც სოციალურ შეხვედრებს და თქვა ერთი ადამიანი იწყებს საუბარს რომ როგორი თქვა დაბალი ანაზღაურება აქვს სამსახურში და ფიქრობს სამსახურის შეცვლას ამ დროს მეორე ადამიანი აი უფრო უარესი ჩემ შემთხვევაში დაბალი ანაზღაურებაც არის და მენეჯმენტიც თქვა თუდია მე მესამე ამატებს აი თითქოს შეჯიბრობითობის პროცესია ვინ უფრო უბედურია მაშინ როდესაც რომელიმე თუ წარმოთქვამს ფრაზას რომ აი მე ხლა ინდოეთიდან დაუბრუნდი და ისეთი შინაგანი ჰარმონიის და სიმშვილის და გაწონასწორებულობის განცდა მაქვს შესაძლებელია რეაქცია გარშემოყოფებების იყოს არაშესატყვისი და გითხრან რომ რა ბედნიერება რა შინაგანი ჰარმონია გაიხედე რა ხდება შენს ირგვლივ შეიძლება ეგ უცებ მოვყვები ისტორიას მაპატიეთ თუ გაწყვეტინებ ხო ინდოეთიდან რომ ჩამოვედი ინდოეთის შესახებ მოგიყვებით აუცილებლად ცალკე ვიდეოს ვაკეთებ ამაზე და იქ მიხვდებით რატო არა ღვთოვანებული ამ ყველაფრით ინდოეთიდან რომ ჩამოვედი მივხვდი რომ ყველაზე მსუბუქი ვიყავი დედამიწის ზურგზე რაც კი ყოფილა 31 წლის განმავლობაში რა და მივხვდი რომ ჩამოვედი ყველა ცდილობდა მოეყოლა ჩემთვის ძალიან ცუდი ამბავი და ამაში ყველაზე გასაოცარი არის ეს ადრეც გამივლია მაგრამ ამ შემთხვევაში პირდაპირ ვეუბნებოდი ადამიანებს რომ არ მინდა არ მომიყვეთ გთხოვთ არ მინდა მაგრამ პირდაპირ გრძელდებოდა ანუ არ ჩერდებოდა მაინც მიყვებოდნენ რა ეს რაღაც კუთხით მე მესმის იმიტომ რომ ალბათ ძალიან ძნელია და შესწორად აღნიშნე გუშინშეთ ამბავსაც მოყვები გუშინ შემხდა ვიდეო ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი პატიმრის დედის ეხლა ამ ამბებზე დაჭერილის და ძალიან რთულია იმ ადამიანს ელაპარაკოს სიტყვაზე ვთქვათ გაიგოს ბედნიერება და ის ადამიანი ეხლა ამ მომენტში გრძნობს თავს ბედნიერად რა და შეიძლება ჩვენ რომ მოგვისმინოს იფიქროს რომ ხო აი მე რამე ბედნიერება ეხლა და რამე ინდოეთება და რაღაცა როცა მას პირადი ძალიან დიდი გაჭირვება აქვს რა და არ ვიცი ოდესმე ეს ქალბატონი ამ პოდკასტს მოისმენს თუ არა მაგრამ მე შემიძლია ერთი რაღაც ვუთხრა მას რომ შეიძლება მისი შვილი ეხლა იქ სადაც არის იმაზე უფრო თავისუფალია ვიდრე მე ვარ და კიდე ბევრი ადამიანი რომელიც გარეთ არის და შეიძლება იმაზე ბედნიერიც არის ვიდრე რომელიმე გარეთ მყოფი ადამიანი ამიტომ ალბათ ყველაფერს აქვს თავისი ორი მხარე თუმცა კიდევ ერთხელ მე ყველა ადამიანის მესმის რომელიც თulis რომ ახლა ბედნიერებაზე საუბარი ცოტა ზედმეტია მაგრამ აი ხო აი საინტერესოა ახლაც როდესაც გისმენდი ბედნიერებაზე ეს ჩვენი წარმოდგენა რო რა არის ბედნიერება არის უკვე მოძველებული იმიტომ რომ თანამედროვე კვლევების მიხედვით ბედნიერება ანუ მთავარი მითი რაც არის ბედნიერებაზე რომ ბედნიერი ადამიანი ნიშნავს მუდმივად გაღიმებულ სიხარულის ემოციაში მყოფ ადამიანს ეს არის ტოქსიკური პოზიტიურობა რეალურად ეს არ არის ბედნიერება იმიტომ რომ ემოციური ინტელექტის კვლევებმა დაადასტურა რომ ნეგატიური ემოციები ისევე აუცილებელია მენტალურ ჯანმრთელობისთვის, ემოციური ჯანმრთელობისთვის, როგორც პოზიტიური.
თანამედროვე გაგებით ბედნიერება არ ნიშნავს უბედურების არ ქონას და არ განცდას. მეტიც თუ ადამიანს არ აქვს გამოცდილებაში უბედურება ბრჭყალებში და არ აქვს ეს გამოვლილი, მას უბრალოდ არ შეუძლია სრულყოფილი ბედნიერების განცდა. ანუ უნდა იცოდეს ისიც რა არის. რა თქმა უნდა, რომ მონეტის ეს იგივეა, რომ თქვათ, რომ ჩასუნთქვა მინდა და ამოსუნთქვა არ მინდა. ანუ მაშინ სუნთქვის პროცესი არ მოხდება, ხო? ან დღე იყოს და ღამე არა. შესაბამისად, თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ბედნიერება არ ნიშნავს უბედურების არ ქონას, მეტიც ბედნიერება ზუსტადაც ნიშნავს არა მარტო ემოციური სიამოვნების განცდას, პოზიტიური ემოციების განცდას, არამედ ნეგატიური ემოციებისგან სარგებლის მიღების უნარს. ანუ როდესაც შეგიძლია უბედურებიდან ბრჭყალებში გამოძვრე, გადალახო ეს მდგომარეობა და იქიდან მიიღო სარგებელი, ანუ განვითარდა. ესეთ ადამიანებს ჩვენ ვეძახით ორჯერ დაბადებულ ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ძალიან რთული ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეს, ეს გაიარეს, რა თქმა უნდა მტკივნეული და მას შემდეგ საკუთარი თავის უფრო უკეთესი, აი დააპდეითებული, განვითარებული ახალი ვერსია უფრო თავდაჯერებული, უფრო მტკიცე, უფრო სტრესმედეგი და იქით სხვებს შეიძლება დაეხმარონ ესეთი ადამიანები. ამიტომ ეს არის მითი, რომ ბედნიერებაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ავტომატურად ნიშნავს პოზიტიურ ტოქსიურ პოზიტიურობას, რასაც სუღიმილს, ბედნიერებას, აჟიტაციას, არა, რა თქმა უნდა, ეს არის კომბინაცია, ბედნიერი ადამიანი, მდგრადად ბედნიერი ადამიანი, ითვლება ადამიანი, რომელმაც იცის როგორ უბედურებაში როგორ მოიქცეს და იცის როგორ მიიღოს ანუ აქ და ახლა ის სიამოვნებები, ემოციური, რომელიც ჩვენ ფსიქიკისთვის მნიშვნელოვანია. ამას ეძახიან ემოციური მოქნილობა, ემოდაივერსიტი, ემოციური მრავალფეროვნება. ანუ როცა ადამიანს შეუძლია როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ემოციების განცდა, გადამუშავება და აქედან სარგებლის მიღება. ემოციური სისტემის შევსება და მე ამ ენერგიის გამოყენება პოზიტიური მიზნებისთვის. რეალურად ხომ ბედნიერი ადამიანი არის რესურსული ადამიანი, რომელიც იღებს ამ ენერგიას და გამოიყენებს, თქვათ, არ ვიცი, ოჯახისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ბრძოლისთვის, შვილის კეთილდღეობისთვის, იმიტომ რომ ეს რესურსი ჩვენ გვჭირდება. უბედური ადამიანები ვერ ქმნიან თავისუფალ და განვითარებულ ვერც ქვეყანას და ვერც სხვა ტიპის გამოცდილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერების კვლევარებს ხშირად ცოტა ცინიკურად ეხუმრებიან, რომ რა მოიგონეთ ეს ბედნიერება, რეალურად ყველა გენიოს რომ გადახედო, გენიოსები იყვნენ უბედურები და ისინი ქმნიდნენ შედევრებს და ამაზე ასევე იუმორით პასუხობენ ბედნიერების კვლევარები, რომ ამ პრინციპით და ამ ლოგიკით ჩვენ ალბათ ვიპოვით ადამიანს, ვინც დღეში ორ კოლოფს ეწეოდა სიგარეტს და 90 წელი იცოცხლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ხომ იმას, რომ სიგარეტის მოწევა ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობისთვის ასარგებლოა. კვლევები არ იკვლევს გამონაკლისებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ უმრავლესობაზე, ტენდენციებზე და ამ კვლევებით დასტურდება, რომ ბედნიერება არ ნიშნავს უბედურების არ ქონას. პირიქით, მდგრადი, ჯანსაღი ბედნიერება, თუ არ ვსაუბრობთ ტოქსიურ პოზიტიურობაზე, გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი მზად არის მიიღოს როგორც უბედურების მდგომარეობა და მიიღოს იქიდან სარგებელი, გაკვეთილი განვითარდეს, გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, ასევე პოზიტიურ ემოციებზე მზად არის რომ მიიღოს და არ უარყოს. ეს პოზიტიური გამოცდილებები, რაც მის ცხოვრებაში არის აქ და ახლა და არ დაელოდოს თქვათ მომავალს. ძალიან საინტერესოა. კულტურებზე ვსაუბრობდით. ხო, აი სიამოვნების მიღებას და კულტურებზე რაზეც გაგაწყვეტინე და მაქედან მინდა რომ გავაგრძელოთ, ძალიან საინტერესოა. პირველი, ანუ ბედნიერება ხომ ორი კომპონენტის ერთობლივი არსებობა, ანუ მხოლოდ ერთი კომპონენტი არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ბედნიერებისთვის. ეს არის სიამოვნება და საზრისი, ხო, აზრიანი ცხოვრება, როდესაც რაღაც ღირებულების და ფასეულობის გავლით ვაკეთებთ. ბევრი ადამიანი ირჩევს მარტო ერთ კომპონენტს, ანუ სიამოვნების კომპონენტს, მეორე კომპონენტი შედარებით რთულია, მიხვდი და ამ ერთი კომპონენტით ცდილობს რომ ეს ბედნიერების მდგომარეობა შექმნას. კი, ესეთი მდგომარეობა იქნება, ოღონდ ეს არის დროებითი, ხანმოკლე, არასტაბილური. ანუ სიამოვნების ძიება ხდება. კომპონენტი რომელიმე, ანუ ან ერთი ან მეორე, ხო? არა. როცა ირჩევს, როცა არა აქვს მნიშვნელობა, მაგალითად ჰედონისტურს ირჩევს თუ არა ჰედონისტურს სიტყვაზე ვთქვა, თავარია, ანუ ორივეს ერთად კი არა, მხოლოდ ერთს. არ მუშაობს. მდგრადი ბედნიერების მდგომარეობა, რომ მე მიუხედავად იმისა, რომ თქვა რაღაც საშინელებები ხდებოდეს მსოფლიოში, მე მდგრადად ბედნიერების, ანუ რესურსულ მდგომარეობაში ვიყო, რომ ეს საშინელება გადავამუშაო, არ დავეცე ხელი, არ ჩავიქნიო
გარდა მეწყოს, პანიკური შეტევა არ მქონდეს და ასე შემდეგ. ამას ჭირდება მდგრადი ბედნიერება, ანუ ჯანსაღი ბედნიერება. ამას ჭირდება ორივე კომპონენტი. მაგალითად, თუ მარტო სიამოვნების კომპონენტი მაქვს, მე ვარ ადამიანი, რომელიც ორიენტირებული ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც შეიძლება მეც სიამოვნებაზე, ანუ ეს ჰედონიკური სარბენი ბილიკი. დავარბივართ, რაც უფრო მეც სიამოვნებას ვიღებთ, ანუ ნარკოტიკულ თრობას გავს. მით უფრო, ასე ვთქვათ, საჭიროა რომ გავზარდოთ რაოდენობა, იმიტომ რომ ტვინი ეჩვევა ამას ადაპტირდება, ჰედონისტური ადაპტაცია, ანუ ეჩვევით, ხო? და ადამიანი მუდმივად არის ქრონიკულად დაუკმაყოფილების განცდაში, იმიტომ რომ არადა აი უკვე მეხუთე სამსახური აქვს, აი უკვე მერვე ბიზნესი დაიწყო, აი უკვე მესამე ოჯახი შეგვდა, ანუ თითქოს ყველა მიზანს მიაღწია, კიდევ უფრო მეტი სიამოვნებისთვის, კიდევ უფრო მაღალი ხარისხი, მაგრამ თითქოს ეს დაკმაყოფილება არასდროს არ ხდება, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ნაყინი რომ მივირთვათ, მიგქნებით ბედნიერი რამდენიმე წუთით, იმიტომ რომ ეს არის სიამოვნების კომპონენტი. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ დანაშაულის განცდა გაგვიჩნდება, რომ რაღაცა ტკბილი დამატებით, ხო, ჯანმრთელობის შეიძლება არ იყოს სასარგებლო, ხო? ანუ თუ საზრისი არ მოყვება და რაღაც ფასეულობა იმას, რასაც სიამოვნების კომპონენტში ვდებთ, მაშინ ეს ჩვეულებრივი აი ეს ჰედონისტური სარბენი ბილიკის მდგომარეობა სტაბილური ბედნიერების განცდა არ მოაქვს, ამიტომ როგორც წამოდამოკიდებული ადამიანებით შემჯდარი ვართ აი ამ სიამოვნებების ძიებაზე. და ეს რასაც შენაბობდი ინდოეთში ყოფნის დროს, რა ეს შინაგანი ჰარმონიის განცდა, ეს სიმშვიდე, ეს რაღაცა გამთლიანების განცდა მოდის მხოლოდ ორივე კომპონენტის კომბინაციით. როდესაც რაღაცა სიამოვნებას თან ახლავს რაც ფასეულობა, რაღაც ღირებულება, რაღაც საზრისის განცდა და ამათი კომბინაცია კრავს ამ მდგომარეობას. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ შეგვიძლია რომ გასაგები იყოს უფრო კარგად, რას ნიშნავს აი თქვა ორივეს ერთობლიობა. ხო, აი მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თვითზრუნვა ავიღოთ, ბედნიერების მთავარი ინსტრუმენტი, ხო, საკუთარ თავზე ზრუნვის კულტურა. არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც თulis რომ თვითზრუნვა არის მაგალითად რაღაცა ვთქვათ, რაც მიყვარს იმის გაკეთება. პირობითად, არ ვიცი, ნაყინის მირთმევა, ან რაიმე სხვა. კიდევ წამოწდა რაღაც ბრენდი. ანუ თვითზრუნვას თუ არ აქვს ღირებულება, რომ ეს არის დამყარებული თვითღირებულების განცდაზე, რომ მე ჩემ თავს აღვიქვამ ჩემ ფსიქიკას და სხეულს როგორც ღირებულება და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიკა და სხეული არ დავაზიანო, მაშინ ეს ნაყინის მირთმევა მხოლოდ სიამოვნების ნაწილია. როგორც კი ღირებულებითი ნაწილი შემოდის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემ ფსიქიკა, ჩემი სხეული, ანუ ის თუ რასაკვებს ვაწვდით ჩემ სხეულს და როგორ სხეულზე ეს რა გავლენას ახდენს, ავტომატურად უკვე სიამოვნების პრინციპი იცვლება და ნაყინის ნაცვლად იქ შეიძლება შემოვიდეს აბსოლუტურად სხვა რამ, რომელიც უფრო ჯანსაღია. ფინიკის ჭირი. თუნდაც. სიტყვაზე ვიწევ. ხო, კი. ანუ აი ეს კომბინაცია ქმნის მე მდგრად მდგომარეობას, როცა აი თანხვედრაშია და ჰარმონიაშია ის რაც სიამოვნებას მანჭავს იმასთან, რაც ჩემი ცხოვრების საზრისთან არის კავშირში. ანალოგიურად თქვა ფიზიკური აქტივობა ვარჯიში, ხო, სპორტ დარბაზში. ზოგიერთი იტყვის, რომ როგორ ახერხებ 2 წელი რომ ვარჯიშობ და კითხე დილოს რო დგები შენ თავს რას ეუბნები. აი მინდა რომ ფორმაში ვიყო. აი ეს მინდა რომ ფორმაში ვიყო არ არის საკმარისი საზრისის თვალსაზრისით ზოგჯერ ფსიქიკისთვის, რომ ამაში ენერგია ჩადოს, იმიტომ რომ ფსიქიკა ხო ეკონომის პრინციპით მუშაობს. ზოგავს ენერგიას ხო. მე შერასეუბნები, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 40-50 წლის ასაკში ვიყო ჯანმრთელი ფიზიკურად და ფსიქიკურად, ანუ ეს ცვეთა ფსიქიკის და სხეულის შევაჩერო წინასწარ, იმიტომ რომ წარმომიდგენია ეს ევროპული მოხუცები რომ მოგზაურობენ აი ესეთი და არა ვთქვათ მისახედი ჩემი ვთქვათ შვილების, იმიტომ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გამიუარესდა და ეს პერიოდი ვთქვათ რაღაც გარკვეული ასაკი ვთქვათ უფრო ვთქვათ სხვა გარემოებებში გავატარებ კლინიკა, სამედიცინო დახმარების სერვისებით მომსახურების პროცესში და ასე შემდეგ. ან როგორც კი ფსიქიკა რაღაც საზრისს დაინახავს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ხო რატო ვაკეთებ ამას, რომ მინდა რომ ჯანმრთელი ვიყო, რომ ვთქვათ ჩემი შვილებისთვის სიკეთე შევქნა, ჩემი შვილიშვილებისთვის სიკეთე შევქნა, ვიყო რესურსულ მდგომარეობაში, რომ იმათმა კი არ დახარჯო ჩემზე რესურსი, პირიქით მე ვთქვათ დავეხმარო. ანუ საზრისი ხო ის არის, რომ რაღაც შენ თავზე უფრო მეტს და დიდს ემსახურება შენი ცხოვრება, ანუ შენ თავს ცდება. რაღაც უფრო მნიშვნელოვანს. ავტომატურად უკვე რაღაცები იცვლება.
ანუ უკვე აღარ გეზარება დილას ადრე ადგომა, პირიქით შეიძლება ერთი სული გაქვს, როდის ადგები, როდის ახალ სავარჯიშოთ. იმიტომ რომ ფსიქიკისთვის ეს არგუმენტი, ანუ წონა არგუმენტი სამნიშნელოვანია, რომ იყოს საზრისთან მიბმული. ან გეზარება, მაგრამ მაინც აკეთებ, იმიტომ რომ ბუნებრივია, კი. იცი რა რაღაცა. ხო, იმიტომ პირველი აზრი თუ გაჩნდება რომ მოიცე, მოდი არ წავიდე ჩვენც საზავარჯიშო, იქვე ირთვება საზრისი, რომ ეს სამნიშნელოვანია, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე 60, 70, 80 წლის ასაკში, როდესაც შენ შვილიშვილებს იქით ეხმარები რაღაც სკოლაში თქვათ ან ბაღში წაყვანაში და არა პირიქით, როდესაც ხო ვერ გტოვებენ, იმიტომ რომ ბავშვი ვერ წაიღო. ანუ აი რაღაც პრიზმა იცვლება რადიკალურად სიამოვნების კომპონენტის. ბევრად სასიამოვნოა მე ის აქტივობა, რომელსაც საზრისი ახლავს და ბევრად მეტი ის მოაქვს ემოციური და ფსიქოლოგიური სიამოვნება გარდა ფიზიკური სიამოვნებისა, რაც ფიზიკურ ვარჯიშს მოყვება ხოლმე ეს ენდორფინების. კი ბატონო, და ესე შეიძლება რომ იყოს თუ გაგაწყვეტინებოდი, ესე შეიძლება რომ იყოს მაგალითად მე ნაყინის ჭამა მინდა, სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ ვიცი რომ შაქარი არ არის კარგი, მაგრამ ნუ აი გადაწყვეტილი მაქვს, ვიაზრებ რომ შაქარი ცუდია, მაგრამ ნაყინი მინდა და ვჭამ, ანუ გააზრებულად ვიღებ სიამოვნებას, რომელმაც შეიძლება დამაზარალოს, ეხლა ნაყინი ძალიან პირობითია. ხო, დამაზარალოს, მაგრამ მე ფსიქიკაში აზრებული მაქრას ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვაკეთებ, ხო. თვითზრუნვის კულტურა დგას თვითღირებულების განცდაზე. ანუ როდესაც მე ჩემს ფსიქიკას და სხეულს აღვქვამ როგორც ღირებულება და არ ვუყურებ ამას როგორც რაღაც ნაჩუქარი, ანუ ღირებულება, როგორც ნებისმიერ სხვა ღირებულება, თავისუფლება, სიყვარული და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც თვითღირებულების განცდა მაქვს, მე არ ვძალადობ ხო ჩემს თავზე, ანუ არ ვუკრძალავ ნაყინის ჭამას, ან რაიმეს გაკეთებას, ანუ აკრძალო არის თვითძალადობის ფორმა, რომელშიც იმდენი ენერგია იხარჯება, რომ ჯობია ნაყინი მივირთვათ. ამიტომ თვითღირებულებაში ამ ფასეულობით თუ ვაკეთებთ ამას, ჩვენ თავს აუცილებლად ვაძლევთ ეგრეთ წოდებულ chill days, ანუ თავისუფალ დღეებს და ვეუბნებით, რომ თქვა შაბათობით მე ჩემ თავს ვანიჭებ ამ ემოციურ სიამოვნებას ნაყინის სახით, იმ პირობით, ფსიქიკას ყოველს უყვარს, ხო ეს რაღაცა პირობები, იმ პირობით, რომ კვირის განმავლობაში ჯანსაღად ვიკვებები და ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში. მეტიც ყოველდღიურად თუ ნაყენს მივირთვევთ, მაგალითად კრუასანი, ვისაც უყვარს ყოველდღიურად თუ კრუასანს დაგახვედრებენ, ანუ აღარ არის ხო ისეთი გემრიელი, იმიტომ რომ ჰედონისტური ადაპტაცია გვაქვს, ამიტომ იმ პირობით, რომ ის რაც ფასეულობას ემსახურება თვითღირებულებას, ჯანმრთელობას, აი ამ კვირის განმავლობაში ამას დავიცავ, ყოველ შაბათს თავისუფლად შემიძლია ნებისმიერ რამ მივირთვა, უკვე არის ბედნიერების მდგომარეობისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თუ აქ შემოვიდა თვითძალადობა, რომ ნერწყვი მომდის და არ ვჭამ, ესეთ მაგალითებიც არის ხოლმე ტრენინგებს როცა ვატარებ. თვითძალადობაში ძალიან დიდი რესურსი იხარჯება და იმ ენერგიის და იმ რესურსის გამოყენება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებისთვის შეგვიძლია. ამიტომ თვითზრუნვა ნიშნავს, რომ შენ თავზე ზრუნავ, არაფერს არ ვკრძალავთ, უბრალოდ პირობებს ვაწესებთ, რომ ეს არ იყოს ყოველდღიური რუტინის ნაყინის ჭამა და იყოს რაღაცა საგამონაკლისო, უფრო ესეთი დამაჯილდოვებელი და ეს ნორმალურია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ არღვევს თლიან პრინციპს. ხო, ეხლა ერთი კითხვა მომდის თავში, არ ვიცი რამდენად საინტერესო კითხვა იქნება, მაგრამ ის დავსვა. ხანდახან არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც აი ყოველდღე მინდა ნაყინის ჭამა. არ მინდა საერთოდ ვარჯიში რა, მინდა რომ ვიწვე. რა პირობაც არ უნდა მქონდეს ჩემ თავთან დაყენებული, აი ეს მინდა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ეხლა ეს აქვს, მე მქონია მაგალითად ნაყინი იმდენად არ მეყოს, რომ ყოველდღე მეჭამა, მაგრამ აი მაგალითად არ მივარჯიშია რა, არავმდგარ ვარ, რაღაცა წოლილ ვარ დიდი ხანს, რაც მე არ მჩვევია ზოგადად ერთ ადგილას ვერ ვისვენებ და ეგ უკვე იმის ნიშანი იყო რა რაღაც, მაგრამ საკუთარ თავს მივეცი იმის უფლება, რომ ახლა შენ ესე გინდა, როგორც ჩანს, რაღაც ეტაპს გადიხარ, ეხლა შენ ჯობია რომ შენ ორგანიზმს მოусმინო და თუ შენ ის გეუბნება რომ იჯდე ან იწვე და არ გაინძრე, ცოტა ხანი არ გაინძრე და დააკვირდი შენ თავს შიგნით, ეს არ განძრევა, რას გაძლევს. მოусმინე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე გამომდიოდა რომ უკვე ძალადობდი ჩემ თავზე, იმ წესებს მივყვებოდი, რომ ერთ დაწესებული მქონდა და მე რაღაცნაირად ცხოვრებამ დამანახა, რომ რაც არ უნდა წესები დააწესო, იმ წესების გადაწერა ყოველთვის მოგიწევს, რა დროც არ უნდა მოვიდეს, ხო? ხელს და ფსიქიკას თავის კანონზომიერებები აქვს, ხო? თუ ეს ინტენსიურად ნაყინის ჭამა, ამას ვეძახით ემოციურ კვებას. ემოციური კვება არის უბრალოდ სიმპტომი, ანუ ამით ხა ხელს ხო არ აქვს ენების სოდნა, ანუ ის ვერ გველაპარაკება ინგლისურად, ქართულად, გერმანულად, ის გველაპარაკება სიმპტომებით, ხო? ამიტომ ეს ემოციური კვება, ეს დაღილობის განცდა და ასე შემდეგ არის სიმპტომები, როდესაც სხეული გვეუბნება, რომ თვითღირებულების განცდიდან გამომდინარე, ჩვენ რაღაც საკუთხით არ გავითვალისწინეთ ის რესურსები, რაც მას ჰქონდა. ანუ
აი არის შემთხვევები, როდესაც ისო ბედნიერების თემას რო გავალთ პარალელი, რომ ადამიანი ამბობს, რომ აი ისეთი პერიოდი მინდა დამიდგეს, რომ 6 თვის განმავლობაში წავიდე დასასვენებლად და აი უბრალოდ არაფერი არ ვაკეთო. როგორც კი დაბრუნდება, ექნება ნევროტული სიმპტომები, ანუ ნევროზი. იმიტომ რომ ფსიქიკას არ შეუძლია არაფრის კეთება. ანუ ისეა მოწყობილი, რომ რაღაცა უნდა აკეთოს. ანუ ეს არაფრის კეთების მდგომარეობაში ფსიქიკა ნევროტულ სიმპტომებს ავლენს. ამიტომ ადამიანებს წარმოდგენა დასვენებას, რომ ეხლა წავალ არაფრის არ გავაკეთებ და გონიათ, რომ დასვენება არის არაფრის კეთება. ეს ისე არ არის, ისე როგორც ბედნიერებაც არ არის არაფრის კეთება. ანუ ბედნიერება არის მოქმედება. გამოწვევა არის არაფრის კეთება, არამედ აი ეს ენერგიის ხარჯვის და ენერგიის აღდგენის ბალანსის თემა. ანუ თუ სხეულის სიმპტომს გვაძლევს, ესე იგი ჩვენ უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავთ, ვიდრე ვაწვდით ჩვენს სხეულს და ჩვენს ფსიქიკას. ანუ რესურს ნაკლებს ვაძლევთ და ვამუშავებთ მეტი დატვირთვით და ამ დროს გვეუბნება სხეული, თვითონ სხეულს და ფსიქიკას მოქმედების, მუშაობის, კეთების პრობლემა არ აქვს. ისე არის აწყობილი ჩვეულებრივი, ანუ ბიოქიმიური ქარხანა გვაქვს, რომ ენერგიის გამომუშავება შეუძლია თუ კი შესაბამის დასვენებას ვაძლევთ, ხო? და ეგ რაც ახლა თქვი ემოციური კვება, დაღლილობის განცდა, სხვა არაფერია თუ არა სიმპტომი, რომ სადღაც დაირღვა ბალანსი, ანუ ხარჯვასა, ენერგიის ხარჯვასა, მოხმარებასა და ენერგიის აღდგენის პროცესებს შორის. შესაბამისად სისტემას თვითონ უწევს რესტარტი, ანუ თვით დარესტარტება იმისთვის, რომ გითხრას, რომ დაგვიანდა რესურსის აღდგენა, ხო? იმიტომ რომ ფსიქიკა მუშაობს ბალანსის პრინციპით. ბედნიერების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი. აი გარდა იმისა, რომ ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა ენდორფინი, სეროტონინი, დოფამინი და ოქსიტოცინი, რომელიც ბედნიერების ბიოლოგიურ ბედნიერებას განაპირობებს, ხო? აუცილებლად გამოიყოფა ჩვენს სხეულში კორტიზოლი. ევოლუციურად ესეთი მექანიზმია, რომ სტრესის ჰორმონი არის აუცილებელი, იმიტომ რომ ევოლუციურად ამ 4 ჰორმონით, ბედნიერების ჰორმონით ადამიანი დუნდება, უმოქმედო ხდება, ანუ მოეშვება. და ევოლუციამ ასე ვთქვათ, დაგვიპროგრამა ეს კორტიზოლის გამოყოფა იმისთვის, რომ არ მოვდუნდეთ, ამ კორტიზოლით გაგვიჩნდეს რაღაცის დაუკმაყოფილებლობის განცდა და დავიწყოთ ძიება რა არ გვაკმაყოფილებს, რომ ვიმოქმედოთ, ანუ გავაგრძელოთ განვითარება. ანუ აქაც ბალანსია. ანუ მხოლოდ სტრესის შემთხვევაში, მხოლოდ კორტიზოლის სასწორის მხარე თუ გადაიხრება, ესეც მავნეა, იმიტომ რომ სისტემა გამოდის წყობრიდან, რომ ენერგიის ხარჯვა ხდება დიდი რაოდენობით და მხოლოდ ბედნიერების ჰორმონების შემთხვევაშიც მავნეა, იმიტომ რომ ეს ტოქსიკური პოზიტივობა რო თქვით, ხო, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ, აჟიტირებული ვარ და ანუ დუნდება ფსიქიკა. ანუ მთელი მდგრადი ბედნიერების ფილოსოფია აწყობილია ბალანსზე. რომ თუ ვიცი, რომ პირობითად დღეს შენ სრული დატვირთვით იმუშავე და არ ვიცი 5 ჭიქა კორტიზოლი პირობითად ენერგია დახარჯე, ანუ წვა მოხდა 5 ჭიქა ენერგიის, ეს იმას ნიშნავს, რომ შეინარჩუნო მდგრადი ბედნიერების მდგომარეობა, შენ დღის ბოლოს აუცილებლად უნდა გაანეიტრალო. 5 ჭიქა ენდორფინი, სეროტონინი, დოფამინი, ოქსიტოცინი, თან სხვა ან კორტიზოლი დახარჯო ფიზიკურ აქტივობაში, რომ ბალანსი აღდგეს. სხვა შემთხვევაში ბედნიერება მხოლოდ ესეთი მომენტალურია და აი მოლოდინის რეჟიმში, როდესღაც მოვა. ხო, აი გავიკაკუნებს კარზე და გავუღებთ გარს. ზუსტად ეგ ეხლა რაღაც კითხვებს შეიძლება რა ცოტა გადავახდე, მაგრამ ჯობია და მე დავსვავ რომ აი ეს ბედნიერების მომენტი რა, ეს რაღაცნაირი წამიერია, ერთ წამში რაღაცა გრძელდება 10 წუთი და მე გეფუშება და ახალი ბედნიერება უნდა მოიპოვო, თუ აი მე კი ვიცი და ხვდები როგორც არის, მაგრამ აი რო ავხსნათ კარგად რა, ეს ბედნიერების ხანგრძლივობა რას ნიშნავს? ჩვენ გვახსენეთ რომ ტოქსიკური ბედნიერება, როცა სულ კარგად ხარ ვითომ, სულ იღიმი, სულ რაღაც, მაგრამ რეალობაში რა არის? კი ბატონო, მაშინ ემოციების ფსიქოლოგიას შევეხოთ, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ორი ტერმინი, ერთი არის ემოცია და მეორე არის გრძნობა. თუ საუბრობთ ემოციაზე, ბედნიერებაზე, ემოციაზე, მაგალითად ახლა დაგირეკეს და გითხრეს, რომ რა ვიცი, მოიგე ლოტერიაში მილიონი, ხო? ამ შემთხვევაში წინა პლანზე წამოვა შენი ემოციები, რომელიც არის სხეულებრივი რეაქცია, ფიზიოლოგიური, ანუ შეგული აგიჩქარდება, დაგეწყება ეს ენერგიის მოზღვავება, ფეხის სწორიდან თმის სწორამდე იცი რომ ბედნიერების განცდას ეს ახლავს ეს დიდი ენერგიის მოზღვავების პროცესი, კარგი მაგალითი იყო ფეხბურთის თამაშის დროს, ხო? მაშინაც კი როცა წავაგეთ, გახარებულები დავბოდით და მაგრები ვართ, ხო, და დიდი ენერგია წამოიღო, ხო, ამან. ეს არის ემოცია. ეხლა ჩვენ ადამიანები ვართ ერთადერთი ცოცხალი არსებები,
იმიტომ რომ ემოცია ცხოველებსაც აქვთ რა, შინაურ ცხოველებსაც ყავს კი იცით როგორ უხარიათ ხოლმე კუდის ქიცინით ჩვენ განახო. ემოციებისგან განსხვავებით რომელიც ცხოველებსაც აქვთ, ადამიანები ვართ ერთადერთი ცოცხალი არსებები, რომლებსაც გვაქვს ემოციებისგან გრძნობების გამოცხობის უნარი. მაგალითად, თუ პირობითად დილოს გავიღვიძებთ და არ ვიცი, საოცარი მზიანი ამინდია და ვიგრძენით კმაყოფილება. ანუ ეს პატარა 6 წამიანი ემოციები, 6 წამს გრძელდება ფიზიოლოგიურ დონეზე, ხო, 6 წამის შემდეგ წესით უნდა გაქრეს. ეს ხდება ცხოველების შემთხვევაში. მაგრამ ადამიანის შემთხვევაში არ ქრება, იქ არ მთავრდება. ეს 6 წამიანი კმაყოფილება, თუ კი მერე ჩვენ გონებრივად გადავამუშავეთ, რომ აი დავიწყეთ, ხო, ჩვენ ხო გვაქვს ფიქრზე ფიქრის უნარი. ცხოველებს ეს არ აქვთ. ჩვენ შეგვიძლია ფიქრზე ვიფიქროთ, რომ აი რა კარგია, რომ მზიანი ამინდია, როგორ მიხარი, რომ მაინც და მაინც დღეს არის ეს ამინდი. ანუ ვაგრძელებთ ამ 6 წამიანი ემოციის გადამუშავებას და აქედან მერე ცხოვრება მდგომარეობა, იმიტომ რომ ბედნიერება როგორც გრძნობა, ეს არის უფრო მენტალიზაციის პროდუქტი, უფრო გონებიდან გამომცხვარი მდგომარეობა. იქ ნაკლებია ეს ემოციური რეაქციები, იქ უფრო არის რაღაცა შინაგანი ჰარმონიის, სიმშვიდის კმაყოფილების განცდა. ანუ უფრო ესეთია მშვიდია, ვიდრე ვთქვათ ემოციები, ხო? ანალოგიურად ჩვენ ვაცხობთ ნეგატიურ ემოციებს. მაგალითად, დილს ცუდი ამინდია, უკმაყოფილება. და ვიწყებთ მე აი ოვერსინკერებისთვის, ხო? ძალიან ნაცნობი რომ ვიწყებთ, რომ აი რაღაც დღეს არის ცუდი ამინდი, ხომ შეიძლება და დღეს არ ყოფილიყო, რაღაც მაინც და მაინც დღეს და აქედან მე ვაცხობთ ეგრეთ წოდებული დემოტივაციის მდგომარეობას და მთელი დღის განმავლობაში არ ვიცით რატომ, მაგრამ აი ყველაფერი ცუდად მიდის. ხო. ამიტომ მთავარი არის რომ გაჩნია, მოკლედ, ცხობა შეგვიძლია, ოღონდ არჩევანი ვინ რას გამოვაცხობთ. ჩვენზე. აქედან ჩვენზე, იმიტომ რომ 6 წამიანი ემოციები ირგვლივ ბევრია, კმაყოფილებებიც ბევრია, უკმაყოფილებებიც ბევრია, მაგრამ აქედან ჩვენ რომელს ავარჩევთ და ამ ინგრედიენტებით რას გამოვაცხობთ, სად გავჩერდებით თუ დავიწყეთ ცხობა, ამას უკვე ჩვენ ვირჩევთ. ამიტომ არის ბედნიერება არჩევანი და დამოკიდებული აზროვნების სისტემის მართვაზე. აი ტოქსიკური ადამიანები, ხო ისინი ხო ნეგატივს აცხობენ. მე იმდენად ბევრს აცხობენ, რომ მე ხობსაც უმასპინძლდებიან, იმიტომ რომ ემოციას ერთი ცუდი თვისება აქვს, რომ როდესაც რაღაცას გამოვაცხობთ, ის არ ქრება. ეს არის ენერგია, რომელიც არ ქრება. მაქსიმუმ გარდა იქნას ერთი ენერგიიდან მეორეში. ამიტომ ხშირად მე ხობსაც უზიარებთ ხოლმე, ხო? როგორც კარგად გამომცხვარ ბედნიერებებს, ასევე უკმაყოფილებებს და ემოტივაციას და სხვა. ანუ განსხვავება არის ამაში. ბედნიერი ადამიანი არის პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ნეგატიური ინგრედიენტებიდან გამოაცხოს, მაგალითად ვთქვათ, უკმაყოფილება, რომ ვთქვათ, ცუდი ამინდია, იქვე იწყებს ფიქრს, რომ სამაგიეროდ ეს არის. არ ვიცი, სულ მინდოდა ყვითელი ქოლგის დაჭერა, რომელიც ინდოეთიდან ჩამოვიტანე, ან სამაგიეროდ, ხო, აი, ყავას აქვს საოცარი სურნელი, სამაგიეროდ, არ ვიცი, კიდევ რაღაც და პოზიტიური. ანუ იქვე ანეიტრალებს და იქიდან გამოაცხობს ნეგატიური ემოციური დამოკიდებულება და გამოაცხობს რაღაც ისეც, რაც მთელი დღის განმავლობაში როგორც მდგომარეობა გაყვება და დღის ბოლომდე მის მოტივაციას უზრუნველყოფს. მთავარია რას ვაცხობთ. ხო და დროულად გავჩერდეთ, თორე თუ გამოვაცხეთ მე ბედნიერების მდგომარეობაში არ გავჩერდეთ. ხო, ბედნიერების მდგომარეობაში არ გავჩერდეთ, მაგრამ თუ სხვა მდგომარეობა მე უფრო რთულია. და აი ამ გამოცხობის პროცესში ჩვენი ზოგადი მდგომარეობა ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მე თუ არ ვარ ჩანსაღად ვერ გამოვაცხობ ვერასდროს მე იმ რაღაც კარგი ემოციას, რომელსაც გავაზიარებ, ან გავაზიარებ, ან ჩემთვის დარჩება, ხო? აი ეს გარემო ფაქტორები და ჩემი ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ერთმანეთთან გადაჯაჭვული არის. მე ხო ესეთ განცალკევებული პერსონა არ ვარ, რომელიც გამოკიდებული არის ჰაერში, ცხოვრობს რაღაც სოციუმებში, რომელშიც რაღაცეები ხდება და ეს მასეც მოქმედებს რა, ხო? აი ეს გარემო ფაქტორები და ჩემი ბედნიერების ყოფა ერთმანეთთან როგორ ისევ საზრისთან მივდივართ, იმიტომ რომ თუ საზრისი ჩემი არის, რომ მე მინდა არ ვიცი რაღაც საყოველთაო სიკეთი შექმნა, რაღაც ისეთი შექმნა, რაც მარტო ჩემ ცხოვრებაში კი არ მოიტანს რაღაც სარგებელს, არამედ ზოგადად, ხო, არ ვიცი ექიმებისთვის ეს სიცოცხლის გადარჩენა, ხო, რაღაც საქმიანობები ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაშინ საზრისიდან გამომდინარე მე ვხვდები, რომ ერთადერთი, როდესაც მე ვარ რესურსული და მე შემიძლია სიკეთე შევქმნა, ეს არის ბედნიერების მდგომარეობა. ოღონდ ეს არ გამორიცხავს უბედურების განცდას. თუ ესეთი გარემოებები მაქვს, რომ გარემოებები უზრუნველყოფს ამ უბედურებისკენ, მიბიძგებს უბედურების ხობისკენ, ისევ ირთვება საზრისი, რომ მე ხა ყველაზე
გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაზე მეტად გვჭირდება ეს რესურსი, მაშინ როდესაც ყველაზე ცუდად არის საქმე. თორეცაც კარგად არის საქმე, იქ ნაკლებად გვჭირდება ის ავტომატურად. ანუ ყველაზე ცუდ პერიოდში ჯანსაღად ბედნიერი ადამიანები, როდესაც უკიდურესად გამოუვალი სიტუაცია თითქოს ამყარო პირი შეკრა მათ წინააღმდეგ, ნაცვლად იმისა, რომ სასუწარკვეთას მიეცენ და მსხვერპლის როლი ითამაშენ, რომ აი რაღა მეღმერთო. ნაცვლად ამისა, ისინი იწყებენ იმედზე ფოკუსირებას და შესაძლებლობაზე, რომ ალბათ აქედან რაღაც უნდა ვისწავლოთ, ალბათ ეს გასავლელია. ამასაც გადაულახავთ. იყო დრო, რომ იქაც გვეგონა, რომ რაღაც ვერ, ანუ ისევ აზროვნების სისტემით ხდება თვითმოტივირება, რომ ესაც ერთ-ერთი გაკვეთილია. ანუ მთავარი გამოწვევა მაინც რა არის ჩვენი, რომ ჩვენ, როდესაც რაღაცები კარგად ხდება, აი რაღაც პოზიტიური მზიანი ამინდია, სამყარო მშვენიერია, ხო? ამას აღვქვამთ როგორც ნორმა. როდესაც რაღაც ცუდად ხდება, ეს თითქოს პათოლოგია და რეალურად რეალობის მიღება ნიშნავს, რომ ორივეს იღებ. ნორმად. ანუ მდგრადად ბედნიერი ადამიანია, რომელსაც აქვს ესეთი მაინდსეტი, მსოფლმხედველობა, რომ ტკივილი, წარუმატებლობა, უბედურება, მარცხი. ეს არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ისეთივე როგორც მზიანი ამინდი, დაწინაურება, და სხვა პოზიტიური მოვლენები. ანუ მაინდსეტი ორივეს ერთნაირად ვიღებ, როგორც რეალობის მიღება ამას ნიშნავს. ამიტომ ვინც ვერ იღებს რეალობის მეორე მხარეს, აი იმ უბედურების მხარეს, ხო? ეს არის როცა მარტო ჩასუნთქვა გაქვს და ამოსუნთქვა არ გაქვს. ამიტომ არის რომ გარემოებები გარემოებები შესაძლებელია ერთსა და იმავე გარემოებებში მყოფი ორი ადამიანი ნახო, რომ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ბედნიერების განცდა აქვს. და თუ საზრის ხედავ, ნებისმიერი ტკივილი ატანადია და მეტ შეიძლება სასიამოვნოც იყოს. თუ საზრისია, მაგალითად ბავშვი დაბადება. იმ მომენტში მტკივნეულია, მაგრამ ტკივილი არ ნიშნავს, რომ ბედნიერი არ ხარ, როგორც მდგომარეობა ბედნიერების განცდა არ გაქვს. ანუ არ გამორიცხავს ბედნიერება არც ტკივილს, არც უბედურებას. მეტიც ეხლა ცოტა ახალი ფილოსოფია ბედნიერებაზე, რომ აი არის წარმოდგენა, რომ ბედნიერი ცხოვრება ნიშნავს უპრობლემო ცხოვრებას. ეხა არის ეს წარმოდგენა. ეს წარმოდგენა უპრობლემო ცხოვრება, ან პრობლემა არ გაქვს. რეალურად უპრობლემო ცხოვრება არის უაზრო ცხოვრება, მაგრამ კომფორტული. ფსიქიკა როცა ხვდება, რომ ადამიანს პრობლემა არ აქვს, ის არის აი ცოცხალი მკვდარის მდგომარეობაში, იმიტომ რომ ფსიქიკა ხო ამისთვის არის შექმნილი, რომ რაღაც კონკრეტული საკითხები გადაჭრას და განვითარდეს, ანუ რაღაცა განვითარება, ანუ თვითრეალიზაცია. ამიტომ იმაზე რომ ვთქვათ, მამპატია გეტყვიან, ძველ იმაზე რომ ვთქვათ, რომ გადარჩეს. მათ შორის. ხო. და ამ გადარჩენაში რაღაცა განვითარების რაღაც სხვა ეტაპზე გადავიდეს. ამიტომ თანამედროვე ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური მიდგომით, ბედნიერება ნიშნავს ვიცხოვროთ ხარისხიანი პრობლემებით. ანუ ისეთი პრობლემებით, რომელთა ქონაც და გადაჭრაც ჩვენ გვსიამოვნებს. მაგალითად, უორენ ბაფეტს და რიგით, არ ვიცი, ხელგამოწვდილ ადამიანს, მათხოვარს, ერთი პრობლემა აქვს. ორივე შემთხვევაში პრობლემას რა ქვია სახელი? ფული. უბრალოდ ხარისხია სხვადასხვა. ანუ ერთ შემთხვევაში ეს არის რაღაც არ ვიცი მინიმალური თანხა რომ პურის ფული შევოს და მეორე შემთხვევაში ეს არის მილიარდები, გადასახადები, რისკები და ასე. ორივე პრობლემას სახელი ერთი ქვია. ამიტომ ბედნიერება არის მოქმედება, ანუ ყოველი პრობლემის გადაჭრა, ანუ solution-ის პოვნა, მოაქვს ბედნიერება. ოღონდ პრობლემები არ ქრება. ახალ პრობლემას ვქმნით, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის არის, მაღალი დონის არის და უფრო დახვეწილია. სახელი იგივე ქვია. მაგალითად ვთქვათ, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა და გადავწყვიტე ჯანსაღი ცხოვრება და სპორტდარბაზში სიარული. ანუ ის რომ მე solution-ა დავირჩიე გამოსავლად სპორტდარბაზში სიარული და ვარჯიში, რომ ჩემს ხელს დავეხმარო გამოჯანმრთელებაში, დატვირთვის ატანაში, რაც ყოველდღიურობაში მაქვს, ეს გამოსავალი, რაც მე მოვიფიქრე, ქმნის ახალ პრობლემას, ოღონდ უფრო განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფ პრობლემას, უფრო ხარისხიანს. ეს არის თქვა დილას ადრე ადგომა, თვის ბოლოს გადასახადის გადახდა, პარკინგი, რა ვიცი, და დროში ანუ ისევ პრობლემა იქნება. ანუ ფაქტობრივად ცხოვრება არის ბედნიერი ცხოვრება, ნიშნავს პრობლემების წყებას, ოღონდ ყოველი პრობლემის გადაჭრის შემდეგ ჩვენ ვქნით ახალი ჩვენ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე ახალი პრობლემისთვის ფუნდამენტს, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის არის. და ბედნიერი ცხოვრება ფაქტობრივად არის ისეთი პრობლემებით ცხოვრება, რომელთა გადაჭრაც და ქონეს ჩვენ გვსიამოვნებს და ჩვენ ვირჩევთ. ეს იქნება პრობლემა უორენ ბაფეტს რაც აქვს თუ თქვათ რაღაცა რიგითი ხელგამოწვდილი ადამიანის. და იდეა რა არის, რომ თუ მე მჯერა რომ ბედნიერი ცხოვრება არის უპრობლემო ცხოვრება, მაშინ ვარ სულ კომფორტის ზონაში. რეალურად ეს არ არის, ხო, რო კითხოთ.
დიდარი ადამიანი დიდარი ადამიანის პრობლემა არის ბევრი ფული, როგორ მართოს, როგორ გადაანაწილოს, როგორ გადასახადები. ღარიბი ადამიანის შემთხვევაშიც უფულობით იტანჯება. ვისაც ოჯახი ყავთ, შვილები, ოჯახური პრობლემები, ვისაც ოჯახი არ ყავს, მარტო ხელობით. საბოლოო ჯამში ფაქტობრივად მთელი ცხოვრების ფილოსოფია არის პრობლემების გადაჭრა და როგორც ესეთი წრიული მოძრაობით ზამბარასავით, ზევით ასვა, იმიტომ რომ მთელი ბედნიერების მუღამი არის როგორ ავცოცდეთ ზევით და როგორ გქონდეს იგივე სახელწოდების პრობლემები, ფულის პრობლემა, იგივე სახელწოდების პირადი ურთიერთობების პრობლემა, იგივე სახელწოდების, კარიერის, ოღონდ უფრო მაღალი ხარისხის. და არა ვთქვათ რიგითი. ამიტომ არის თუ ვთქვათ ხშირად ხვდებით ადამიანებს, რომლებიც ერთი და იგივე წვრილმან პრობლემებზე უკვე მესამე წელია საუბრობენ, რაღაცა. მესამე წელია ძალიან წვრილმან რაღაც, ვერ დაიკლო 1 კილო სიტყვაზე. ჭიქის შეცვლა, ვერ დაიკლო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბედნიერების მდგომარეობისთვის პრობლემის ხარისხი, აი ამ სპირალზე ისევ პირველ კლასში ვართ და იმ პრობლემებში, განვითარება ვერ ხდება, რომ ხარისხიანი გახდეს ეს პრობლემა უფრო მეტად. და მე ტვინი ისეა მოწყობილი, რომ უსაქმოდ რომ არ იყოს და ის ცოცხალი მკვდარი რო არ იყოს, თვითონ იგონებს ახალს. რაღაცა ძალიან წვრილმან, ძალიან ბანალურ, ყოფით, ძალიან სასაცილო პრობლემებს, თქვათ შეიძლება 3 წელი ადამიანის განისმენდა რაც საცობებთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც გარემოშია და არაფერშუაში არ არის მისი, თქვათ, ცხოვრების ხარისხთან, პირობითად პირდაპირ გაგა. და ამ დროს ცხოვრების ხარისხთან რაც კავშირშია, იმაზე არ საუბრობდეს, ხო? იმიტომ რომ ტვინისთვის მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტის პროცესი. ამას მოაქვს ბედნიერება. როგორც ამას გადავწყვეტ და მე ხო, მაგალითად ახალი სახლი. ერთი პრობლემა გადავჭერით, ახალი, უფრო მაღალი ხარისხის პრობლემა რა იქნება? რემონტი. კიდე დამატებით, არ ვიცი. განაწილება, მაგას სივრცის, არ ვიცი, გადასახადი ქონების თუ ნებისმიერი სხვა. ისევ პრობლემა, ოღონდ ქონების გადასახადი უფრო მაღალი ხარისხის პრობლემაა, ვიდრე საერთოდ არ ქონა ქონების. არ ვიცი რამდენად სწორად. კი, ერთადერთი რაც ამ ყველა პრობლემა ცხოვრება არ არის ბედნიერი მდგომარეობა, ეს არის ჯანსაღი ბედნიერება, ნიშნავს ზუსტადაც ხარისხიანი პრობლემების, რაც უფრო ხარისხიანი პრობლემები გვაქვს, ამით იზომება რამდენად ბედნიერია და ხარისხიანია ჩვენ ცხოვრება. ერთადერთი მაგ შემთხვევაში სიტყვა პრობლემა ხარ უნდა იყოს გადასაჭრელი ამოცანა. მე რაღაცნაირად მგონია რომ პრობლემა სიტყვა ხო ისე ჟღერს რომ მე ზოგადად ეს ვფიქრებ შეიძლება ძალიან ვწდები და რა ვიცი ხორცელწაში შემეცვალოს ხო რომ პრობლემა როგორც ასეთი ადამიანის მოგონილი პრობლემა ისე არ არსებობს ჩვენ ვარქმევთ რაღაცებს რომ პრობლემა არის თორე საცობში როდ გახარ სიტყვაზე ვთქვათ აღარია რომ მანქანით სიტყვაზე ვიძახი და რაღაც სხვა მოიფიქრე არ ვიცი ვერ მიდიხარ იმაში რა ქვია სავარჯიშო დარბაზში გარეთ ფეხით რაღაც ქენი ხო და პრობლემა თვითონ სიტყვა თითქოს მე დამძაბა ხო რაღაცა დავარქვათ გამოწვევა არ ვიცი რაღაცა რომელსაც განვითარებისთვის არის საჭირო ხო რეალურად იმიტომ სხვანაირად ფსიქიკა სამწუხაროდ ვერ ვითარდება მეტიც ბოლო კვლევებს თუ ნახავთ ადამიანის განვითარება ძალიან სწრაფად და მაღალ საფეხურზე გადასვლა ძალიან სწრაფად ხდება პოსტტრაუმული სტრესული გამოცდილების შემდეგ ფაქტობრივად ტრავმა აუცილებელია იმისთვის რომ განვითარდეთ თუ არ გვაქვს ეს გამოცდილებაში გადამუშავებული და განცდილი, მაშინ ფსიქიკა ისევ ამ სპირალში არის პირველ საფეხურზე. ამის გადამუშავება გვეხმარება გადავდივართ შემდეგ საფეხურებზე და ნელ-ნელა უახლოვდებით იმ მდგომარეობას. შინაგანი ჰარმონია, საკუთარ თავთან კონტაქტი, წონასწორობა, ემოციური სიამოვნების განცდა, სიმშვიდე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იქცეოდეს ქვეყანა, მაგრამ შიგნით კი სიმშვიდეა ხო აი ზუსტად დამბეჭერ ვახსენებ ალბათ ინდოეთს კიდევ ერთი 3 თვის განმავლობაში მინიმუმ ხო რომ ჩამოვედით ხო იქიდან თქო ვისენთაც ვიყავი მათ ვუზიარებდი რომ ყველაფერს რაც ხდება რა თქმა უნდა ჩემ გარშემო ხდება და ეს ჩემ გარშემო ყურადღებას იმსახურებს და ამაზე მე მაქვს რეაგირება თუმცა ჩემ შიგნით არის აბსოლუტური სიმშვიდე. ეს არის მდგრადი ბედნიერება, როდესაც შენ ხარ რესურსულ მდგომარეობაში, რომ აი ეს რაღაც მოვლენები რაც ხდება, შენ გაქვს იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში ირეაგირო შესაბამისად და არ იყოს ეს რეაგირება არადეკვატური, ხო? იმიტომ რომ თქვა ბჭყალებში უბედური ადამიანი ირეაგირებს
ანუ ნევროტული, თქვათ, მათ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებსა ირეაგირებს სხვანაირად, ხო და ამ დროს, როდესაც განსაკუთრებით რთული სიტუაცია არ აქვს მნიშვნელობა ეს ოჯახში, პირად ცხოვრებაში თუ სახელმწიფოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს აი ამ შინაგანი ბედნიერების მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რესურსული მდგომარეობა, როცა შენ შეგიძლია შინაგანი სიმშვიდით ადეკვატურად ირეაგირო, ისეთი რეაგირება არ იყოს, რომ ამას ცუდი შედეგები მოყვეს და იყო რესურსული, რომ არ ვიცი, იბრძოლო თავისუფლებისთვის, არ ვიცი, უზრუნველყო შვილის კეთილდღეობა, გამოიმუშაო თანხა, იყო კარგი დედა. ანუ ეს რესურსი აუცილებლად გვჭირდება. განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში. კი, გეთანხმები აბსოლუტურად, ხო, მაგრამ მაგასაც აი და ისეთი კულტურული ის აქვს ტაბუ, რომ რა დროს კეთილდღეობა, როდესაც ხო, არა და ზუსტად აი კარგია, ძალიან კარგია, რომ მაგაზე მაგკუთხით საუბრობთ ახლა და რომ მახსოვს, რომ რამდენიმე პოსტის შემთხვევაში იყო ეს ბულინგი ეგრეთ წოდებული, როდესაც აი რა დროს რაღაცა კონკრეტული არ ვიცი პოზიტიური გამოცდილების გაზიარება, როდესაც რაღაც ცუდი ხდება მსოფლიოში, ხო? რა თქმა უნდა პოსტ გაჩნია ეს თუ არ არის რაღაცა მატრიგერებელი, მაგრამ იდეა არის რომ პირიქით საზოგადოება მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს იმ კეთილდღეობაში, რაც მასში იწვევს ამ ბედნიერების როგორც აზრისის დონეზე, ასევე ემოციური გამოცდილების თვალსაზრისით, რომ იყოს რესურსული და შეინარჩუნოს მინიმუმ ენერგეტიკული რესურსი, რომ თქვათ მე დახარჯოს ის იმაში, რა შეიძლება. მნიშვნელოვან მიზნებზე დახარჯოს, იქნება ეს პირადი თუ სახელმწიფოებრივი, პატრიოტული თუ ოჯახური საკითხები. ხო, მესმის პირიქით. და ამიხარია რომ მაგ კუთხით განვიხილეთ ესე თქვა და რომ შევედით. ასე აჟიტირებული ადამიანი არნიშნავს ჯანსაღ ბედნიერებას და ეს რაღაცა ის ფსიქიკისთვის ხო ერთი იგივე არის ანუ ერთდაინერად აღიქვავს ბედნიერებას და ხო უკიდურესად თუ მხოლოდ პოზიტიურს აღიქვამს ეს არის ტოქსიკური პოზიტიურობა და თუ მხოლოდ ნეგატიურს ესეც არის სტრეს დამოკიდებულება ხო როდესაც ისე ტოქსიური ხო როგორ ნეგატიურად ხო ანუ მნიშვნელობა ფსიქიკას უყვარს ბალანსი როდესაც ორივე გამოცდილების მიღება გადამუშავება და კომბინირება შეგვიძლია როგორც ჩვენს გარეთ არსებული ნეგატიური მოვლენების მიღება გადამუშავება და არა გაქცევა უარყოფა თვალის დახუჭვა რაღაც მსხვერპლის მდგომარეობაში ყოფნა რომ რაღაც ჩვენ დაგვემართა და ასე შემდეგ და უსუსური ხარ ვერ რეაგირებ და როდესაც ამას იღებ რომ ოკეი ესეც ნორმაა ჩვენ აქედან ვისწავლით აბა რა გავაკეთოთ რესურსში რომ ვიყოთ რომ მე რა გვჭირდება ამისთვის აქედან უკვე იღებ გაკვეთილს და მე სპირალი ზედა საფეხურზე გადავდივართ პრობლემა ისევ ის იქნება მაგრამ თავისუფლება მაგალითად ერქმევა სახელად ოღონდ უფრო მაღალი ხარისხის იქნება ხო თუ ახლა რაღაც რიგითი ფორმით ვლინდება რაღაც ყოფითი ფორმით შემდეგ უფრო მაღალი დონის გამო ისთვისაც ვიბრძვით იდეაში რომ მაღალი დონის და ხარისხის გახდეს ხო ანუ შებედნიერება ძალიან საინტერესოა ხო ჩვენ თქვით ადაპტაციის უნარი ვახსენეთ პრინციპში მაგაზე ასეთ ვისები საუბრეთ მაგრამ როგორც ხდება ყველანაირ ბედნიერების შეგრძნებას ბედნიერების შეგრძნებას არა აი რაღაცა იმ სიხარულს რასაც შენ ემოცია ახსენი მე უკვე ეჩვევი და იმ ბედნიერებას რომელშიც მე უკვე ახურდავებ თუ აცხობ თუ როგორც ვთქვით მაგრამ აი იმ სიმშვიდის ბედნიერების შინაგანი სიმშვიდის ბედნიერებას მაგას ეჩვევი ადაპტაციას განიცდი? ხე აქ არის ორი ტიპის ადაპტაცია, ანუ პოზიტიური ადაპტაცია, როდესაც რაღაცას ვერ ვცვლი, მაგალითად ჩემს ირგვლივ რაღაც ცუდი ხდება და ვერ ვცვლი, მე უბრალოდ ვიღებ ამ რეალობას, მე ამასთან ვადაპტირდები და ვფიქრობ რა გავაკეთო, რომ ანუ ძლიერი რეაქცია რომ არ მქონდეს რომ დიდი ენერგია არ დავხარჯო, ადაპტაცია, ანუ ზღრუბს წევ ქვევით, რომ პანიკა არ მქონდეს. სამწუხაროდ ნეგატიური ადაპტაციაც არსებობს, როდესაც ვეჩვევით ისეთ რაღაცებს, რის შეცვლა ჩვენ შეგვიძლია. ნუ შეგვიძლია. ფეხსაცმელი მიჭერს, მაგრამ არ ვიხდი ცოცხალით. ან ძალიან ფაზი საცობი მაწუხებს, მაგრამ არა, მაინც დავდივარ. არა შემიძლია რომ სხვა საშუალება გამოვიყენო. ასევე ნეგატიური ადაპტაცია ძალიან ცუდად მოქმედებს პოზიტიურ მოვლენებზე, როცა ვადაპტირდებით ნეგატიურად. მაგალითად, ძალიან ხშირად ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, რაც არ გვაქვს ცხოვრებაში და ამით ვაუფასურებთ, რაც უკვე გვაქვს. ანუ მივეჩვიეთ, რაც გვაქვს. არა და გვავიწყდება, რომ ის რაც ახლა უკვე გვაქვს, ის მდგომარეობა, რაც გვაქვს, ხო? 3, 5, 10 წლის წინ ჩვენს ოცნებებში, ან რაღაცა მიზნების ჩანაწერებში თუ იქნებოდა. შეიძლება წარმოდგენაშიც მინიმუმ ყოფილიყო, მაგრამ დღეს უკვე, ანუ აი ამ ნეგატიური ადაპტაციის გამო ხშირად ჩვენ გვაქვს ეს დაუფასებლობა იმის რაც ჩვენმა თავმა, ჩვენმა ფსიქიკამ და სხეულმა აქამდე გააკეთა, ისევ თვითზრუნვაზე გავალთ და მადლიერების განცდას გვარგავთ.
ანუ ვეღარ ვამჩნევთ. თუ ფსიქიკა ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს რაღაცას, რაც პოზიტიური ხდება ჩვენს თავს, მინიმუმ რომ ჯანმრთელები ვართ და ასე შემდეგ. ის არ არსებობს ფსიქიკისთვის. შესაბამისად, ისევ სასწორი გადაიწონა, ანუ ისევ ვარ ქრონიკული დაუკმაყოფილების განცდაში, ჩემი ცხოვრებით, ჩემი თავით, იმიტომ რომ ფსიქიკას ფოკუსი ბალანსზე არ აქვს ორიენტირებული. ამიტომ არის დამნიშნულოვანია ეს მადლიერების პრაქტიკების გაკეთება ბედნიერების შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მადლიერება ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ აფოკუსებ ვიდრე რაც არ გაქვს იმაზე და აფოკუსებ, იქამდე ფოკუსირებას ახდენ, რა გაქვს ამ ეტაპზე, ხო, ეხლა პირობითად 5 წლის წინ პანდემიის დროს, როდესაც პირველად გამოვიკედეთ. ვინმეს რომ მეთქვა, რომ გვანცა პოდკასტზე ისაუბრა ბედნიერების თემას. აი, რა სიტყოდი, ხო? იმ დროს ხო წარმოუდგენელი იყო, ხო? ანუ გადარჩენაზე ვსაუბრობდით და საერთოდ წარმოუდგენელი არ გქონდა რა ხდებოდა ჩვენს თავს. და ახლა ჩვენ ეს გამოვიარეთ და თითქოს არც არაფერი. ანუ ნეგატიურად ვადაპტირდით, მაშინ როდესაც ამას დაფასება ჭირდება, ხო? დილოს რომ ვიღვიძებთ და მინიმუმ სახლიდან შეგვიძლია რომ გავიდეთ. კი, სხვათა შორის ჩემთვის ყველაზე დიდი პიროვნულ განვითარებაში ყველაზე ესეთი წლები იყო ზუსტად კოვიდის პერიოდი, ხო, იმიტომ რომ მაშინ მივხვდი ბევრ რამეს საერთოდ და ვამბობს რომ მაგ დროს ძალიან გავიზარდეთ, ხო რა. ადაპტაცია სასარგებლოა, როდესაც ვერ ვცვლით რაღაც მოვლენას, ხო, თქვათ არ ვიცი, რაღაც უბედურების მოვლენა, რაღაც გარდაცვალება, ხო, იქ ვეჩვიღებთ ამ რეალობას, როგორც არის ვეჩვევით. მაგრამ როდესაც ჩვენ შეგვიძლია რომ შევცვალოთ, იქ მოქმედებთ. ანუ ნაცვლად იმისა, რომ აი რაღა მე დამემართა, დაველოდოთ, როდის მოგვარდება. და ასევე პოზიტიურ მოვლენებთანაც აუცილებელია, რომ თალსახად პოზიტიურ მოვლენებთან ადაპტაცია ხდება, ანუ მაგათ კრუასანს ისევე ჩვევით, რომ დილოს უკვე აღარ გვაქვს, ხო, გემო აღარ აქვს ამ კრუასანს. ყავას. და ამიტომ აი ბედნიერების ტექნიკებს, როცა ვორქშოპზე გავდივართ ხოლმე, იქ ერთ-ერთი ტექნიკაა, რომ რაღაცა რაც შენ სიამოვნებას განიჭებს, გახადე, ასე ვთქვათ, აი ასკეზის ტიპის ელემენტი შემოგვაქვს, რომ ცოტა შეამცირე და გახადე, ასე ვთქვათ, ხელმიუწვდომელი რაღაც პერიოდი, მაგალითად, თუ ცხენზე ჯირით გიყვარს, ყოველდღე ნუივლი და ვთქვათ, თქვი რომ აი 3 თვის შემდეგ ჯილდო გახადე. რომ ამას ვთქვათ, ხო. იმიტომ რომ არ მოხდეს ისევ ეგრეთ წოდებული ჰედონური ადაპტაცია. მაგრამ ეგ ყველა ვარიანტში ხდება, იმიტომ რომ აი ყველა ვარიანტში ხდება, ანუ არ არსებობს რო არ მოხდეს. მექანიზმი არის მარტივი, იმიტომ რომ ფსიქიკა არის ადაპტაციაზე ორიენტირებული და ფსიქიკა თუ ხდება რომ რაღაც სტიმული ამ შემთხვევაში არ ვიცი კრუასანი არის მუდმივი და ანუ სულ შემოდის ასე ვთქვათ როგორც სტიმული. ზღურბლს წევს, აი როგორც პირობითად ხმაურიან ოთახში რომ შედიხარ და სულ ხმაურია, ხო? ფსიქიკა ზღურბლს დაწევს, რომ ადაპტირდეს და ვეღარ გზნობ იმ ხმაურს. ანუ ამას აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სტიმულზე არ დახარჯოს ენერგია და დაზოგოს, რომ ვაიდა რაღაც ახალი სტიმული გადარჩენის მექანიზმი, ხო, შემოვიდეს რამე რომ მოხდეს, რესურსის შერჩეს ამ სხვა სტიმულებისთვის. ანუ მექანიზმი ძალიან მარტივია. მე რატომ ახლა ეგეთი, ხო, რატო გამეშთა ეგეთი კითხვა. შეიძლება ხა რაღაც ცოტა ისეთ თეორია შემოვიტან, მაგრამ მაინც შემოვიტან რა. თუ მე ჩემ გარშემო ხდება მოვლენები, ხო? და მე ამ მოვლენებს არ ვარქმევ სახელს. ხო. მოვლენები უბრალოდ ხდება, თავისთვის ხდება. არც კარგია, არც ცუდია, ის თავისით ხდება. მაგ შემთხვევაში მაქვს იქ საშიშროება, რომ ეს ყველაფერი წეგრასაც ვისაუბრეთ რა, ეგრე რო განვითარდეს, მაინც ეგრე მოხდება, თუ მე არ ვარქმევ, რომ ეს გემრიელია, ეს უგემურია, ეს უბედურება, ეს ბედნიერება. ისევ აზროვნების სისტემასთან მივედით, ხო? ანუ თუ სტიმული არ აი ხუმრობ ხოლმე, რომ ორი ყური რატო გვაქვს, ხო? უნდა შემოდის რაღაც სტიმული, რაღაც სტრესორი. გადამუშავდება, მონელებული იქნება და წესით უნდა გავიდეს, რაც სასარგებლოა იმას ვითვისებთ, რაც უსარგებლოა ის გადის. ისევ როგორც კუჭნაწლავის სისტემა, მაგრამ თუ სტიმული არ შემოდის, იმიტომ რომ რაღაც მაგალითად ტელეფონის დაკარგვა შენთვის სულაც არაფერს არ ნიშნავს, პირიქით გაგიხარდა, იმიტომ რომ ისედაც აყიდელი ქონდა ახალი, მაგრამ ჩემთვის არის რომ ყველაფერი შიგნით მქონდა, შეიძლება 10 წელი მივტირო და იმ ტელეფონს როგორ დავკარგე ის ტელეფონი და გამოვაცხო ეს ღელვა და წარსულზე ჩაციკვა და არ დამთავრდეს 10 წლის მერე რომ ნახავ შეიძლება ისევ მოგიღო გახსოვს გვანცადი. ხო, ანუ ისევ აზროვნების სისტემა, ამიტომ არის ბედნიერების მართვა შეიძლება მხოლოდ ორი გზით, ისევ როგორც ნებისმიერ ემოციის, ან სხეულით, ბიოლოგიური ბედნიერება, ხო, ჰორმონალური მექანიზმის, ან აზროვნების სისტემით, ანუ რას ვაცხობ, როგორ რეაგირებ, თორე თუ სტიმული არ შემოდის, იმას გადამუშავებაც არ ჭირდება. აი თუ შემოვა და
გადავამუშავე, აი როგორ გადავამუშავებ, მე მაგის მიხედვით განვითარდება მოვლენები. გავა მეორე ყურიდან ეს ნარჩენები თუ დარჩება, იმიტომ არის, რომ ძალიან ბევრი მოვლენა გადავამუშავებლად ჩვენ ფსიქიკაში დღემდე არის. განსაკუთრებით ბავშვების სცენები ალბათ. რომ რესურსი არ გქონდა მაშინ მონელებისთვის, პატარები ვიყავით და ამიტომ არის ფსიქოთერაპია, რომ როდესაც უკვე დიდი ხარ უკვე რესურსულ მდგომარეობაში გაქვს ეს თქვა შესაძლებლობა რომ გადაამუშაო, ამას აქში უკვე ამას ამუშავებ, იმიტომ რომ როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რა ქვია, დაბლოკილ ემოციებს ვადა არ აქვს. ანუ ის არის და არის. იქამდე ვიდრე მას არ გავათავისუფლებთ და არ მისცემთ ამინისტიას, რომ გავიდეს და სიმპტომების სახით ვლინდება ვიღაცასთან პანიკური შეტევის სახით, ვიღაცასთან დეპრესიის სახით, შფოთვითაშლობის, სხვა ფორმით გვეუბნება, რომ თუნდაც გიხარდეს პანიკური შეტევა, ანუ ეს არის ინფორმაცია, რომ უკვე დროა, უკვე მზად ხარ, რომ რაღაც კონკრეტული გამოცდილება, რომელიც გადაუმუშავებელი არის ფსიქიკაში და იხდის სასჯელს დაიბლოკა, დროა რომ უკვე ამინისტიაზე გაუშვა, ანუ ითხოვს თავისუფლებას, იმიტომ რომ გაქვს ამის რესურსი. ანუ უკვე შეგიძლია რომ ამაზე იმუშაო. იმიტომ რომ იყო დრო რომ ამის რესურსი არ იყო და ამიტომ დაუბლოკეთ და ამიტომ გავუშვით იქ სადაც არის. ჩემი რჩევა არის აქვე, ხა ვსწავლობ მაგას, ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე ნასწავლია მაქვს, მაგრამ ვსწავლობ, ძალიან ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ არა აი მოვლენებს ვეცადოთ რომ სახელები არ დავარქვათ რა. რაღაც რაც ხდება, უბრალოდ ხდება. და გაუშვი, ეგრევე უნდა გაუშვა. ხო, არ უნდა დავიტოვოთ ეს. აი მაგას მივხვდი, მაგალითად პოდკასტი რო გავაკეთე და კარგი გამოხმაურება რო ქონდა და დადებით კომენტარებს რომ მიწერდა ჩემი უსაყვარლესი მაყურებელი. მადლობელი ვარ დღემდე და თქვენი სიტყვები დღემდე აღტაცებაში, ანუ ძალიან სიამოვნებს, მაგრამ ვკითხულობ კომენტარს, ვიგებ და ვუშვებ. ანუ ეს აღტაცება ჩემში, რომ აუ ეს რა კარგია, აუ რა კაი კომენტარი დამიწერა ვიღაცამ, როგორ მომეფერა, მართლა კაი რაღაც გავაკეთე. ეს არ რჩება, ამაზე მე დიდხანს არ ვფიქრობ, რომ აუ რა მაგარი რამაც გამიკეთებია, თურმე კარგი მაგარი ხო არ ვარ, არა. ანუ მადლობა და გაიარა, მადლობა და გაიარა. იგივე როგორც ნეგატიური შემთხვევაში, ნეგატიური შემთხვევაში კიდევ უფრო რეაქცია არ მაქვს, თითქმის საერთოდ არ მაქვს რეაქცია, იმიტომ რომ ხვდები, რომ ნუ ხა სხვანაირად შეუძლებელია და ადამიანი როცა ნეგატიურ რაღაცას გიწერ, შეიძლება იმითი, არ ვიცი, მისი დღე უკეთესია და დაეიყოს ეგრე, რომ რაღაცა გამოუშვა იქ, იმიტომ რომ ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ აი ეს რაღაცნაირად გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, რომ რაც ხდება სამყარო ნეიტრალურია, ანუ ყველაფერი ხდება პოზიტიურიც, ნეგატიურიც. ეს ანუ ჩვენ რეალიღებს ვაწებებთ, იმიტომ რომ მე მართლადი გავხადოთ, ხო. მთელი გამოწვევაც ეს არის, რომ რატომ არის, რომ ბედნიერების მდგრად მდგომარეობაში ადამიანები არ ვართ, იმიტომ რომ აი ამ მეორე მხარის მიღება არ გვინდა. ანუ აი ნეგატიური კომენტარების, თქვა რაღაცა კონკრეტული გამოწვევების თუ პრობლემების, რასაც უბედური ადამიანი დაასახელებდა, ხო, პრობლემას ვეძახით ხო ყველაფერს. და ნაცვლად იმის რომ მივიღოთ გაკვეთილი, გავიგოთ, რას გვეუბნება და გავუშვათ, იმიტომ რომ ხშირად გაკვეთილია ხოლმე, ან თავს ვიტყუებთ, ან მსხვერპლის როლი გვაქვს რაღაცა და ეს რაღაც კიულ გამოყუჩებელი ვით დროებით შვებას გვგზნავთ, მაგრამ ნუ რაღაც როდესაც მოდის, ესე იგი იქ რაღაც არის სასწაული, ანუ რაღაც განვითარების სხვა ეტაპზე სხვა შემთხვევაში ვიღებთ შინაგანი სიცარილის განცდა, ეს უსუსურობის განცდა. კი, უპრობლემო ცხოვრება არის კომფორტული, მაგრამ უაზრო. და აი ამ ემოციებით უსუსურობა, სიცარილის განცდა, ეს მსხვერპლის როლში ყოფნა, უკონტროლობის განცდა, რომ შენ არაფერს არ მართავ და ყველაფერი თავისით ხდება და ასე შემდეგ. ხო და ერთი კიდე მგონია ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი რაღაც, რომ ბედნიერება არის მაინც ინდივიდუალური წარმოდგენა ჩვენი რაღაცეებზე რა. და არასდროს ალბათ არ უნდა შევატაროთ სხვისი ბედნიერება ჩვენ ბედნიერებას, იმიტომ რომ მაინც ინდივიდუალურია. ხა მე თუ პირობითად მახარებს ერთი ლაიქი, სიტყვაზე ვიძახი ხო, ამ ვიდეოზე რომ დაიდება, ვიღაცისთვის ეს სასაცილო შეიძლება იყოს და თქვას რომ აუ რაღაცა ხო
ამიტომ შედარება თავისთავად სისულელეა, ხო? ანუ არც არაფრის მომცემი არ არის და ძალიან ინდივიდუალურია იმის მიხედვით რა არის ჩემი საზრისი, რა არის შენი საზრისი. ყველაფერზე ჩვენი შეხედულება გვაქვს ისედაც, ხო? მე რასაც ვთვლი რომ კარგია, შენ ვთვლი რომ ეს რავი ჩვეულებრივი ამბავია მაგალითად, ხო? ეს ინდივიდუალიზმი აქვს კი. მაგ მხრივ არის ძალიან სუბიექტური მაგ მხრივ. არის რაღაცები, რაღაც საერთო აქვს, ეს სტრუქტურა, ფუნდამენტი, აი ცხოვრების პროცესი, ეს კომპონენტები და შიგნით უკვე მოდის სუბიექტივ ინდივიდუალიზმი, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი მთავარი ძლიერი მხარე რომ ის არის რომ ინდივიდუალიზმი გვაქვს, ყველა ერთნაირი არ ვართ და ჩვენი ზუსტად იმიტომ რომ ზუსტად ამიტომ რომ ყველა პრობლემა მაგიდან მოდის რომ ის ესე ხედავს, ეს ასე ხედავს, იმისთვის ეს არის, ამისთვის ეს არის და ანუ მთელია ეს კი, ზუსტად. ანუ ერთი მხრივ არის ძლიერი მხარე, მეორე მხრივ თავი გამოწვევაც ეგ არის, კი. ზუსტად. მინდა რომ გადავიდეთ უბრალოდ სანამ გადავალთ, ნუ პრინციპში მითებზე ასე თუ ისე ხო ვისაუბროთ, ახლა ჩვენ რაღაცნაირად შევეხეთ, შენ თუ გინდა რომ რაღაც ისეთი კონკრეტული მითი გითხრა, რომელშიც ბედნიერება ჩვენ დავარქვით მას და დღემდე ამ მითებში ვცხოვრობთ, შეგვიძლია. აი ერთ-ერთი მითი ახლა რაც მახსენდება არის რომ ჩვენ გვგონია რომ ბედნიერების მდგომარეობა დაკავშირებული რაღაც გრანდიოზულ მოვლენასთან, რომელიც იშვიათად ხდება, აი რაღაცა ვიცი. რაღაც უნდა მოხდეს. და ამ გრანდიოზულ მოვლენას ველოდებით, რომელიც ძალიან იშვიათად ხდება. რეალურად ჩატარდა ამ მიმართულებით კვლევები, ედ დინერი ატარებდა ამ კვლევებს და აღმოჩნდა რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მდგრადი ბედნიერების მდგომარეობა, ანუ მიუხედავად იმისა, გარეთ რა ხდება სულ, რომ იქცეოდეს ქვეყანა, შინაგანად ისინი არის რესურსულ მდგომარეობაში, მათ შემთხვევაში ეს გრანდიოზული მოვლენების მოლოდინი კი არ არის, რომელიც იშვიათად ხდება, არამედ იქ არის პირიქით უფრო მნიშვნელოვანი სიხშირე და დაბალი ინტენსივობის მოვლენები. აი პატარა წვრილმანი პოზიტიური მოვლენების მიმართ მათ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება. ეს შეიძლება იყოს რაც ყავის სურნელი, ეს შეიძლება იყოს რაც მზიანი ამინდი და არ იყოს თქვათ მილიონის მოგება ლატარიაში. ანუ ბედნიერების შემთხვევაში მცდარი წარმოდგენა რომ ინტენსივობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე სიხშირეს. პირიქით არის, ანუ უფრო მნიშვნელოვანია მცირე ინტენსივობის, მაგრამ ხშირი, ანუ ყოველდღიურობაში აი ეს ათეულობით წვრილმანი დეტალის, აი ამ 6 წამიანი პოზიტიური ემოციების ყურადღების მიქცევა ამ ემოციებისთვის და აქედან რაღაცების გამოცხობა, ვიდრე დაველოდოთ, როდის მოხდება რაღაც 10 ბალიანი ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ და მოვიგებთ ჩემპიონები გავხდებით, აი ამას რომ დაველოდოთ, ამიტომ არის გადადებული ცხოვრების სინდრომიც აქედან მოდის, ხო რაღაცა მომავალში მოხდება რაღაც ისეთი განსაკუთრებული. აღმოჩნდა რომ ამით განსხვავდებიან ასევე მდგრადად ბედნიერი ადამიანები არასტაბილურად ან დროებით ან წამიერად ბედნიერი ადამიანებისგან, რომ ეს მოლოდინები არ აქვთ. აი ეს განსაკუთრებული გრანდიოზული მოვლენის. არ ელოდებიან ამას, ანუ ისინი აქ და ახლა იმ პატარა მცირე ინტენსივობის, მაგრამ ხშირი მოვლენებით ცდილობენ ეს მიიღონ ეს ემოციური პოზიტიური გამოცდილება. პირველი კომპონენტი რაც იყო. კი ბატონო, აი შენ ახსენე ახლა გადადებული ცხოვრების სინდრომი. ხო, რომელიც ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ზუსტად მეც მაგ სინდრომით ვიყავი გატაცებული შეიძლება ითქვას და ეხლა შენ რაც ახსენე, რაღაც კარგად გადაება და რატო. თლად ჩვენი ბრალი არ არის ეს სინდრომი, რო გვაქვს, ესე მგონია, იმიტომ რომ ყველაფერი გარშემო, ჩვენს გარშემო თითქოს ისეა მოწყობილი, რომ აი ზუსტად მაგაზე ვართ ორიენტირებულები, რომ აი მაგალითად სკოლას დაამთავრებ, უნივერსიტეტს დაამთავრებ, აი მე შვილები მე იმას დააოჯახებ, მე შვილები, მე შვილები უნდა დააოჯახო. ხო, რაღაცა ის სულ იმას არის ბედნიერი მომენტები. ხო და ეს მაგიტო ვამბობ, რომ ეს კულტურული ფენომენიც არის ჩემი აზრით და შენ რა თქმა უნდა უკეთესად გავრცობ და გვეტყვი ყველაფერს, მაგრამ აშკარაა, რომ როდესაც აქედან მე გამოვედი და გამოვდივარ დღემდე ბოლომდე გამოსული ნამდვილად არ ვარ. ხო, არ იყო მაინც ჩემი პროდუქტი. თითქოს აი ეს რაღაც თაობიდან თაობაზე გადაცემული პროდუქტი, ხო. სოციალურ ჰიპნოზს ვეძახით ხოლმე, ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს ეს სოციალურ ჰიპნოზის გზით მიღებული. ერთ-ერთი ეს არის გადადებული ცხოვრების სინდრომი, რომელსაც საფუძველში უდევს, რომ ჩვენ უნდა დავიმსახუროთ ეს. და რომ დავიმსახურებთ, ანუ აი ეს შვილები, შვილიშვილები, აი ეს ყველაფერს რომ გავიგლით, მერე ამ ჯილდოს მივიღებთ და რეალურად რადგან უკვე ვართ, ცოტა ფილოსოფიურად რო შევხედოთ, ხო, ამ სამყაროში, ესე იგი უკვე ვიმსახურებთ. ანუ ესე იგი ჩვენს გარეშე სამყარო არ იქნება ისეთი მთლიანი.
ხო? ანუ არ ჭირდება ამას დამსახურება, ამას ჭირდება უბრალოდ მოქმედება, რომ ეს მდგომარეობა იყოს განცდილი. გადადებული ცხოვრების სინდრომთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი კვლევა, რომ ეს ფორმულა, რომ ჯერ წარმატებას უნდა მივაღწიო, დავოჯახდე, კარიერა ავიწყო და მერე გავხდე ბედნიერი და კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ამ მიზნებს ვისახავთ, როგორც კი მივაღწევთ ერთ მიზანს, თქვათ გავზარდეთ ჩვილები, ფსიქიკა ესეა მოწყობილი, რომ ახალ მიზანს ისახავს უფრო ძლიერს, თქვათ ბაკალავრიზე თუ ჩავაბარე, მე უკვე მაგისტრატურა მინდა. არა და იქამდე არც მეფიქრებდა, მე დოქტორატურა, მე კიდევ რაღაც. შესაბამისად ეს მიზნების თქვათ დევნაში გადის მთელი ცხოვრება, ისე რომ ადამიანი აქ დაახლა, აი იმ პირველ კომპონენტს არ იკმაყოფილებს, ანუ აქ დაახლა ამ ემოციური სიამოვნების და ემოციური გამოცდილების მიღების კომპონენტს. ფორმულამ სხვა რამე აჩვენა, პირიქით აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ბედნიერი ადამიანი, ოღონდ ჯანსაღად ხას უსვამ, მით მეტად პროდუქტიულია, ტვინი 30%-ით უფრო პროდუქტიულია, უფრო მოქნილია, უფრო სხარტია, უფრო მარტივად შეუძლია გარკვეული საკითხების მოგვარება და ფორმულა მუშაობს პირიქით, ანუ ჩვენ იმიტომ კი არ ვართ ჯანმრთელები, ანუ იმიტომ კი არ ვართ ბედნიერები, რომ ჯანმრთელები ვართ, პირიქით ბედნიერი ადამიანი არის ჯანმრთელი, კვლევებმა აჩვენა და ჩვენ ეს შებრუნებული მეტიც აი აღზრდის პროცესში ხშირად არის, რომ ჯერ გაკვეთილი იმეცადინე და მერე მიიღებ ხო, ბავშვთა ფსიქოლოგიაში შეიძლება ესე მუშაობს, მაგრამ უკვე დიდები როცა ხდებით, პირიქით არის, თუ შენ იცი რომ მთელი კვირის განმავლობაში ძალიან დიდი შრომის გაწევა მოუწევს შენ ფსიქიკას და სხეულს და იცი რომ ენერგიის დიდი რაოდენობით ხარჯვა სთან არის ეს დაკავშირებული მერე როცა უკვე გაწყდება სისტემა და ამოეწურება რესურსი, მერე კი არა ჯილდოება, არამედ წინასწარ დებ ინვესტიციას შენს თავში და ეუბნები რომ გვანცა შენ ერთი კვირა ვიცი რომ სერიოზული სამუშაო გაქვს, ამიტომ მოდი აი ეს რაც შენ გიყვარს. არ ვიცი ნაყინი თუ ნებისმიერ სხვა რამე რესურსულ მდგომარეობაში რომ იყო რომ კი არ გადაიწვა და მერე დაგაჯილდოო, რაც მერე სიმპტომატურად წამოვა ხო, წოლა როდესაც დაღლი. არამედ წინასწარ მოგცა ეს საწვავი. ჯობია, რომ ამ საწვავით ეს გზა ისე გაიარო, რომ ნაკლები იყოს, თქვათ, ფსიქიკის და სხეულის ცვეთა. ანუ პირიქით არის. და ხშირად გონიათ ხოლმე მათ შორის, რომ აი მშობლების და შვილების ურთიერთობაში, ხო, რომ აი ხა ჩემი შვილისთვის აი როგორ არ ვიცი, ჩემ თავს როგორ მივხედა, როდესაც ბავშვი ჭირდება რაღაც და ამ დროს ბავშვებს ყველაზე მეტად უხარიათ ბედნიერი მშობლები. მეტი არაფერი არ ჭირდებათ ბავშვებისთვის, ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მშობელი იყოს არა ნევროტული იყოს ბედნიერი რესურსულ მდგომარეობაში, ჯანსაღ ფსიქიკურ, ფიზიკურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ბავშვი სარკისებრი ნეირონებით ირეკლავს მთელ ამ მექანიზმს. სულ რომ უზრუნველყოთ აბსოლუტურად ყველაფრით ბავშვი, მშობლის მდგომარეობა ავტომატურად აისახება ხოლმე ბავშვის ფიზიკურ, ფსიქიკურ მდგომარეობაზე. და პირიქით, თუ გინდა რომ იყო კარგი დედა, ესე იგი შენში დებ ინვესტიციას წინასწარ, იმისთვის რომ დედობა ვიცით რომ საკმაოდ რთული ესეთი პროცესია და სამუშაოა, ძალისხმევა ჭირდება ენერგია, საკუთარი თავის ბევრ რამეში გადადება, ამიტომ წინასწარ ვიცი რომ იმისთვის რომ მე ვიყო რესურსული, ჯერ ჩემ თავში ვდებ რესურს, ეგოისტურად კი არა, იმისთვის რომ მე ვიყო რესურსული როგორც მშობელი. ანუ პირიქით უფრო არის, ვიდრე ვთქვათ მე დავიჯილდო თავი, როდესაც ვთქვათ რაღაცა შედეგზე გავალთ. ფორმულა მუშაობს პირიქით. ხო, ისედაც ფორმულის გარეშეც რა დავფიქრდეთ, რა ვიცი ხვალ რა იქნება. პლუს ხო, ანუ აი არ გვაქვს ხო. არ ვიცი, საერთოდ არ. ის რაც ხვალ იქნება, ჩემი წარმოსახვა არის. მე მგონია რომ ხვალ გავიღვიძებ, ავდგები, საქმეს გავაკეთებ, საჭმელს შევჭამ, მეგობრებს ნახავ, ან გუდაოში წავალ ვისი, რაღაც მოხდება. მაგრამ ეს ჩემი წარმოსახვაა, ჩემი წარმოსახვის სურათია, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს. და ისე ვიქვართ, რომ გადადებული ცხოვრების სინდრომი ხშირად აქვთ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ აქ და ახლა ცხოვრების, ანუ რეალობის მეორე მხარის მიღება პრობლემებს რო ვეძახით. ანუ ეს ხო არის ერთ-ერთი მხარეა. ვიც გაურბის ანუ. და მას გონია რომ იქ 5 წლის მერე აი მერე ეს პრობლემა არ იქნება. ანუ არ უნდა ახლა მიიღება და ფიქრობს რომ იქ ეს არ იქნება. იქ იქნება ყველაფერი იდეალურად და ეს არის ნუ ილუზია. ანუ ცხოვრება თავისთავად არის თავისთავად. პრობლემების წყება. თავი ხარისხი დროულად გავზარდოთ რომ ჩვენ თქო სიამოვნებდეს ამ პრობლემების ქონა, გადაწყვეტა და მაღალი რანგის იყოს, ვიდრე ვთქვათ რიგითი ყოფითი რაღაცა ძალიან ბანალური. და ამ გაქცევით ვერ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
და მომავალში კი ვიცით რომ იქაც იქნება რაღაც რაც ხო რაღაც იქნება იმიტომ რომ ესე ამოწყობილი სამყარო მაინც ეგრე გქონია რომ მომავალი არის უკვე იმედით ცხოვრობთ ხო მე ხანდახან რაღაცა იდეალური პერიოდი დადგება ხო და მე ხანდახან ვიძახი ხომ რომ იმედი არის ყველა დამღუპველი რაღაც რაც შეიძლება ადამიანს ქონდეს რომელიც ცხოვრობს იმედით იმიტომ რომ ანუ მე რა ვიცი ანუ რა იმედი მაქვს აუცილებლად კარგის და იმედი რომ მაქვს და ის კარგი არ გამართლდება, ხო აუცილებლად ცუდად ვარ, იმედგაცრუებული ვარ, არავინ აღარ მინდა, არაფერი აღარ მინდა, ანუ ის მინდა, რაც წარმოვიდგინე და ახლა ამ წამს აი მე და შენ რო საუბრობთ ხო რა მშვენიერია ეს პროცესი რო შეგვიძლია ვიცხდეთ და ბედნიერებას ვისხდეთ ხო ანუ რომ შეიძლება ხო სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი ხო ან რა ვიცი მე სხვანაირად ხვალ რო გათენდება ანუ ხვალ რო ჩამეწერა ანუ აი ყველაფერი ეს გადადებული მე მქონდა მაგალითად გადადებულში აუცილებლად უნდა აღნიშნო ესეთი რაღაც რომ ადამიანთან არ მიდიხარ და არ ეუბნები რის თქმაც გინდა მათ შორის ხო იმიტომ რომ გადადებულია ხვალ ეტყვი ზეგ ეტყვი აქ არ არის ცუდზე საუბარი რომ ვიღაც არ გიყვარს პირიქით რა ეუბნები რომ გიყვარს ხო იმიტომ რომ ხვალ ეტყვი რატო აი და გადის რატო ვაკეთებთ მაგას რეალურად აი რა ფსიქოლოგიური ახსნა შეიძლება მაგას გვაქვს გარანტია გვაქვს რომ ხვალ რაღაც იქნება ხო ისევ ჩვენ ვიქნით ხო მაგას და რა ფსიქიკის რამენერად აიხსნება ეს ფსიქოლოგიურად ან ფსიქიკურად რომ რატო ვისწავლეთ ეს გადადება ცხოვრების დაცვის მექანიზმია ესეთი გაქცევა ისევ რომ აქ და ახლა თუ რაღაც ისეთი რეალობაა რომლის მიღება მე მიჭირს ისევ ვიქوارთ რომ ვიღებ თუ არა სრულად რეალობას მარტო კარგს კი არა ანუ ორივე მხარეს ვიღებ თუ არა მე რა თქმა უნდა გაქცევა ყველაზე კარგია მომავალში გაქცევას კიდე რა უნდა ხო ილუზია და ადამიანი არის ერთადერთი არსება ცხოვრობს არ შევ მაიმუნი ხوار გეგმავს 5 წლის შემდეგ რაღაცა თემებს ხო ჩვენ შეგვიძლია ეს რაღაც ილუზორული ვერსია შევქნათ ბედნიერი ადამიანის შემთხვევაში არის ეს ღირებულებზე დაფუძნებული მომავლის ხედვა უბრალოდ განსხვავება ის არის რომ დაბალანსებულია დროში, ანუ მდგრადად ბედნიერების შემთხვევაში არ არის ჩაციკლული ანაწმყოზე ან მომავალზე ან წარსულზე, ანუ ბალანსი აქვს, ანუ წარსული შემთხვევაში, ანუ მადლიერებით იღებს, იხსენებს. აწმყოს შემთხვევაში ჩართულია მთლიანად აქ და ახლა ყოფნაში და მომავალზე არის ორიენტირებული, ანუ ბალანსი აქვს. თუ მარტო წარსულს მივტირი ან მარტო აწმყოს სიამოვნებაზე ვარ ორიენტირებული, ან მარტო როცა მომავალში მივახცევ, ყველა შემთხვევაში ბალანსი როგორც კი ირღვევა იმ დროის პერსპექტივაში, ვიღებთ უკვე არასტაბილურ ბედნიერების განცდას. აი ეს აქა-იქ რო გამოანათებს და მე რო გვახსენდება ის, რა ქვია, პოზიტიური მომენტები 1, 2, 3. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, როცა წარსულს თავისი ადგილი აქვს, აწმყოს თავისი, აი ბალანსია ეს პირობითად 30 რო გადავანაწილებ, წარსული გაკვეთილებია ხო, საიდან მოვდივართ, მადლიერება საიდან გვექნება ხო, იმიტომ რომ ის რო არა, ის რო არ გამოგვეულო, ეხლა აქ არ ვისხდებოდით და ვისაუბრებდი ბედნიერების თემაზე. აწმყო თავისთავად ახლა მიმდინარე პროცესია ხო, როგორ ვზრდით ჩვენი პრობლემების ხარისხს. გადავდივართ სპირალის ზედა საფეხურზე ხო, ამ გადაწყვეტებში ვქნით პირობას, რომ ხვალ ვთქვათ უკეთესი ხარისხის საკითხები გქონდეს გადასაწყვეტი და მომავალი თავისთავად რაც აზრისთან არის დაკავშირებული, რას ვემსახურებით საერთოდ რისთვის ვართ, საერთოდ მივდივართ. აი ბალანსის თემა როგორც კი შემოდის, რომ არც აწმყო უნდა ჩავხსნათ, რომ იცით ხოლმე, წარსული დაივიწყე. ანუ ყველა დროს თავისი როლი აქვს. აი ამათი კომბინირებული აი ეს კომპლექსური განხილვა უკვე გვაძლევს ამ მდგრადი ჯანსაღი ბედნიერების განცდას, რომელიმე ერთი საკმარისი არ არის. უკვე ტოქსიკურია. რომელიმე ერთზე ფოკუსირება, ან მარტო მომავალზე. ან აქ და ახლა სიამოვნებაზე, ან წარსულზე, აი ეს რაღაცა გამოკიდება, რომ აი ძველი 90-იანები რა კარგი დრო იყო. რა კარგი დრო იყო, ხალხი ერთმანეთთან. ხო, აი ეს ნოსტალგიაში ჩარჩენა, იმიტომ რომ მე აწმყოს ვეღარ აღიქვა, მომავალსაც ვეღარ ხედავ, მოკლედ კომპლექსური მიდგომა და ბალანსი არის საკვანძო სიტყვა, როგორც მივხვდით ამ ბედნიერების თემაში. მდგრადი, ჯანსაღი ბედნიერების თემას როცა განვიხილავ. და ინტერესოა ნამდვილად და აი ამ ხო ნუ პრინციპში გაქცევაზე შიშიც ხო არის ერთ-ერთი ფაქტორი რა რითაც ჩვენ რის გამოც ვერ ცხოვრობთ აქ და ახლა ანუ გვეშინია რომ რაღაც ისე არ წავა გვეშინია რომ წარსულის შეცდომები გამეორდება და უკვე აი მომავალზე ვაკეთებთ მაინც ფოკუსირებას ანუ შიშს აქვს რაიმე ესე გავლენა ამ შემთხვევაში შიში საკმაოდ რესურსული ემოცია.
გვეხმარება პირიქით. გვეხმარება. ნაბიჯების გადადგმაში თუ ხდება ამ ენერგიის გამოყენება სწორად, იმ დროს შიში ისევე როგორც ბრაზი საკმაოდ ენერგოეფექტური ემოციებია, რომ არა შიში რაღაც გადარჩენისთვის, ანუ შიში რომ არ ქონოდა, თქვა საყვარელი ადამიანის დაკარგვას რაღაცებს არ გავაკეთებდით, ხო? უბრალოდ შიშის მიღმა კიდე არის უფრო აი მსხვერპლის როლში ყოფნა. ანუ შიში იმდანად არ არის გამოწვევა, შიში პირიქით ჩვენ გვჭირდება შიში და ბრაზის ენერგია, რომელიც გვეხმარება რომ რაღაცები ვაკეთოთ, რაღაცა. უფრო არის აი მსხვერპლის როლში ყოფნა, როდესაც ამბობ რომ აი რაღაცა აი ყველაფერი არის სამყაროს ბრალი, არ ვიცი, გარშემოყოფების ბრალი ქვეყანაში მიმდინარე. აი სულ არის, აი მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ აი გრადი ბედნიერების მდგომარეობა შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც აქვს რადიკალური პასუხისმგებლობის განცდა საკუთარ ცხოვრებაზე და ამბობს, რომ ყველაფერი რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში, ხდება ჩემთვის და არა ჩემს წინააღმდეგ და მე ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ. ანუ ეხლა მე რასაც გძნობ, არც ნეგატიურს, ამაზეც მე ვიღებ პასუხისმგებლობას. აი ეს რადიკალური პასუხისმგებლობის განცდის ის გვაქვს ჩვენ საკითხი, თორე შიში თავისთავად ენერგოეფექტური ემოცია, რამდენი რამე გაგვიკეთებია, იმიტომ რომ გვეშინოდა და ამ ენერგიას ვიყენებდით мотиваციაში, რომ ერთიც რომ გადამჩენელი გამომჯობს. აი მსხვერპლის პოზიციაში, როდესაც არის, ასე ვთქვათ, გადასული ადამიანი, აი მანდ უკვე ხო, უმოქმედობა, დინებას მიყოლა, გადაბრალება, პასუხისმგებლობის გადატანა, გაქცევა და არ ვიცი ხან მომავლის ლოდინი, ხან კიდე ვინმეს ლოდინი, ვინც გადაარჩენს, ხშირად არის ურთიერთობებში, რომ ურთიერთობების იმედი აქვს, რომ პარტნიორი, თქვათ, გაუმჯობესებს მის ცხოვრებას და რეალურად ესე არ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ საკუთარ ცხოვრებაზე მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია და პლუს ხარისხის შეცვლაც. თორე ძალიან კაი იქნება დავიქირავებდით ადამიანს, რომელიც იზრუნებდა ჩვენი ფსიქიკური და ფიზიკური. არა, ფსიქიკა და სხეული ემორჩილება მხოლოდ ერთ ადამიანს, ჩვენ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს გადადებული ბედნიერება შევცვალოთ და აქ და ახლა ვიყოთ ბედნიერები. აი პირველი ალბათ ისევ რადიკალური პასუხისმგებლობის აღება, რომ რა ყველაფერი რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, მე ვიღებ ამას, პოზიტიური, ნეგატიური არ აქვს მნიშვნელობა და სვამ კითხვას, რომ ეხა აქედან რა ვისწავლე, რომ ისევ გადავიდეთ აი ზედასაფეხურზე. და მეორე ალბათ შეგვიძლია რომ ბიოლოგიური მექანიზმით, ბიოლოგიური ბედნიერების მექანიზმით ცოტა წავახმაროთ, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს 4 ჰორმონი გვაქვს, ამას ვეძახეთ სინთეზირებული ბედნიერება, ანუ შექმნილი ბედნიერება და არის ავთენტური, ანუ ბუნებრივი ბედნიერება, რომელიც რაღაც რო ხდება თავისთავად ისედაც გამოიყოფა ეს 4 ჰორმონი. და შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს სინთეზირება, ანუ შექმნა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს ბედი და ბედის წერა მოიტანს რაღაც მოვლენებს და არ არის ესე, ანუ ზუსტად, ანუ უბედურება არის მარტივი, არაფერი არ დააკეთო, ეს დასხდებით და უბრალოდ სვერპლის როლს შედით და დააბრალეთ ყველაფერს. დამთავრდა, ანუ არ ჭირდება უბედურებას, პოდკასტი, ტრენინგი. ბედნიერება ბევრად რთულია, იმიტომ რომ ჭირდება მოქმედება ჭირდება სწავლა. აი როგორც არ ვიცი, პრაქტიკულ უნარებს რო ვარ მეცადინეობთ ანალოგიურად დაპრაქტიკება, როგორ გავაკეთო, რომ ჩემს ყოველდღიურობაში შემოვიტანო აი ეს კომპონენტები, ბედნიერების ეს ორი. ერთ-ერთი არის ბიოლოგიური მექანიზმის გამოყენება, რომელიც ყველაზე მარტივია ალბათ, ვიდრე საზრისი. საზრის ჭირდება დამატებითი მუშაობა. და ამ 4 ჰორმონის პროვოცირება. ანუ აი მაგალითად ოქსიტოცინის პროვოცირება, რომელიც არის სიყვარულის ჰორმონი, ზუზუთიკოების დროს, აი ეს ბავშვს რო ვერ აშორებენ დედას. შეიძლება, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ვიცით რომ გამოიყოფა ჯანსაღი ურთიერთობების დროს. ძალიან საინტერესო კვლევა აი 80 წლის განმავლობაში რომ ტარდებოდა ეს კვლევა, სადაც დაფიქსირდა რომ დიდი ხნის სიცოცხლეს და ბედნიერებას განაპირობებს ჯანსაღი სოციალური კავშირები. საკმაოდ ჰარვარდის კვლევა ძალიან ცნობილი და ძალიან საინტერესო იყო რომ ამ კვლევაში შედარებისთვის აქვთ მოყვანილი რომ კორელაცია სოციალურ ხარდაჭერასა და ბედნიერებას შორის არის 0.71 და სიგარეტის მოწევასა და კიბოს შორის 0.31. ანუ ბევრად მაღალი კორელაცია, ვიდრე ანუ სოციალური კავშირების არ ქონა უფრო დიდ პრობლემაში შეგვიქმნის ვიდრე სიგარეტის მოწევა. ამდენად მნიშვნელოვანია სოციალური კავშირების ქონა. ოქსიტოცინი გამოიყოფა ჯანსაღი ურთიერთობების დროს, ხას უსვამ ჯანსაღი ურთიერთობების დროს, ეს ნიშნავს, რომ როდესაც შენ ხარ. ანუ გვანცა. თუ მაგალითად ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, რომ რაღაც მეგობრებში მიდიხარ და გეუბნები, რომ გვანცა, რა ვიცი, რანერი ფსიქოლოგი ხარ, რა
უხასიათო სახე გვაქვს დღეს, ხო? იქ შენ არ ხარ, ანუ იქ გიწევს თამაში, რომ ხასიათი აჩვენო. ანუ ოქსიტოცინის დიდ რაოდენობას ვიღებთ მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს სოციალური ისეთი მხარდამჭერი გარემო, რომ ანუ უბრალოდ შეგვიძლია რომ ვიყოთ ავთენტურები. ამიტომ არის რომ ზოგჯერ ადამიანებთან ურთიერთობაზე მეტად ოქსიტოცინს ვიღებთ ცხოველებთან, ძაღლთან მაგალითად ურთიერთობ, რომ სახლში რომ მივდივართ, ჩვენი შინაური ცხოველი, ხო, როგორიც არ უნდა იყო, უხასიათო, ჭკვიანი, არაჭკვიანი, არ ვიცი, დაღლილი, ყველანაირ შემთხვევაში აი თითქოს ბჭყალებში უპირობო მიღების განცდას თუ ილუზიას გვიქმნის და ამიტომ არის ხოლმე რომ მათ შორის შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის დროს ბავშვებთან სანამ პატარები არიან შვილებთან ვიდრე კარტეხს ასე კი დაიწყება ხო მშობელი რომ მიდის სახლში ბავშვს უხარია ხო და როგორიც არ უნდა იყოს მშობელი უხასიათო ხასიათიანი არ ვიცი მოწესრიგებული მოწესრიგებელი პირველი ეს არის ოქსიტოცინი რომელიც შეიძლება რომ ურთიერთობების გზით ესეთი არსებობს კიდეც ხუმრობა რომ თუ გინდა გაიგო რამდენად ბედნიერი ადამიანი უბრალოდ არ კითხო არც შემოსავალი არც კარიერული წარმატებები უბრალოდ კითხე რამდენად აქვს სოციალური წრე ხარდამჭერი წრე სამე მეგობრები სადაც ის ავთენტურია და იმას იღებენ ისეთი როგორც არის მეტიც ნუ ემოცია რო ინფექცია ვიცით და ჩვენ ვართ საშუალო სტატისტიკური იმ 5 ადამიანის ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ ანუ თუ იმ 5 ადამიანს გადავხედავთ ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ უკვე ფაქტობრივად წარმოდგენა შეგვექნება ამ ადამიანის ბედნიერების ხარისხზე ოღონდ შეიძლება ეს ფიზიკური ადამიანი არ იყოს. შეიძლება იყოს მაგალითად პოდკასტ თუ მაგალითად თუ შენ გიყურებს ადამიანი დღის განმავლობაში არ ვიცი ძალიან დიდხანს არ არის აუცილებელი ეს ფიზიკურად. იყოს ეს ადამიანი, ნუ ვინც შემოდის შენს რეალობაში და შემოაქვს რაღაც ინვესტიცია რა ადამიანთან დაკავშირებული რაღაც რესურსი არ ვიცი ინტელექტუალური თუ სხვა. ან რაღაც წიგნი რომელსაც ხშირად ვკითხულობთ და იმ ავტორთან ვართ მეტად კონტაქტში ვიდრე მეგობართან ან შინაურ ცხოველთან. მეორე ჰორმონი ეს არის ენდორფინი, რომელიც მარტივია ხომ ფიზიკური აქტივობის დროს გამოიყოფა 5-7 ჯერ 30 წუთი რომ ფიზიკურად აქტიურები ვიყოთ, ვარჯიშს არ ვარქმევთ და ფიზიკურად შეფერხცერული იყოს ან ჭურჭლის რეცხვა ან სახლის დალაგება. 5-7 ჯერ მეტი ხარის ანუ რაოდენობის ენდორფინი გამოიყოფა და საათნახევარი 2 საათის განმავლობაში ცირკულირებს სისხლში, რაც აი ქრონიკული დაღრილობის განცდას ამცირებს. სიცილის თერაპია, სიცილი, ნუ ქართველებს რაც კარგად გამოგვიდგენს, იმიტომ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში იყო ეს პანდემია თუ სხვა, ეს მიმები და საოცარი ის იდება ხოლმე მხიარული სიცილის უფლების მიცემა საკუთარი თავისთვის სიცილის თერაპიაც არის ერთ-ერთი ენდორფინის ძალიან ძლიერი წყარო. იმ შემთხვევაში თუ ხელოვნურად არის გამოწვეული, ხო? სხვა შორის კი აჩვენა რომ ბიოლოგიურად ხელოვნური სიცილის დროსაც ზუსტად პოლიკმანის კვლევამ აჩვენა რომ ზუსტად იგივე ბიოლოგიური მექანიზმი გვაქვს, ამიტომ არსებობს ეს სიცილის თერაპია, სადაც ხელოვნურად ხო გეხმარებიან ამ და ჩვენ შეგვიძლია რომ ეს შემოვიტანოთ რაღაც 5 წუთიანი რაღაცა კონკრეტული ვიდეოს ყურება, რომელიც ანუ მე 112-ის ჩანაწერებს ვუყურებ ხოლმე, კიდევ ვუსმენ, აი ეს მე რამდენი თუ კომერ ყოველჯერზე მეცინება, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო кейსებია ხოლმე. ანუ ისთვის რა არის ხო? მთავარია რომ ვიცოდეთ რომ ეს ჭირდება ჩვენს ფსიქიკას, რომ ბალანსი იყოს კორტიზოლსა და ბედნიერების ჰორმონების შორის, რომ ეს მდგრადი იყოს ეს მდგომარეობა და არ იყოს ან ერთი ან მეორე უკიდურესობა. ნუ სეროტონინიც ვიცით რომ ეს არის ანტიდეპრესანტი ბუნებრივი ძილის დროს გამოიყოფა და თქვა სიამაყის რაღაც აღიარების დროს თუ გვაქვს ამის საშუალება. დოფამინი мотиваციის ჰორმონი, აი პროკრასტინაციას რაც განაპირობებს არის დოფამინის დეფიციტი. ასევე გამოიყოფა, როდესაც რაღაც წარმატებებს აღნიშნავთ, აი ჯილდოს თემა, როცა გვაქვს ხო, ის რაღაცა chill days, რო თქვით, ნაკინის დღე. შაბათის დღე, როდესაც რაც წავახარისებთ ჩვენს თავს, რომ რაღაცა კონკრეტული მიზნების მიმართულებით რაღაც რესურსი ჩაიდო. მე მგონი ყველაზე მარტივი არის ეს სიამოვნების კომპონენტის ბიოლოგიური ბედნიერების მექანიზმი. ბევრად უფრო რთულია ფსიქოლოგიური. ხონდრო საზრისის ძიება, გაგება ვინ ხარ, რატო ხარ, საიდანო მოდიხარ, საით მიდიხარ. როგორ ცხოვრობს შენ ცხოვრებას, რამდენად ეს ის შენ ცხოვრება, თუ არ არის შენ ცხოვრება, თუ ესეც არის სოციალური ჰიპნოზის პროდუქტი და ასე შემდეგ. ხო, ბევრად უფრო კომპლექსური თემა, მეორე კომპონენტი. პირველი კომპონენტი ბევრად მარტივია, ხო. მაგ თუმცა სულ ამბობ ხოლმე რომ ერთხელ მკითხავს რომ რაში გჭირდება რომ მაგალითად ასე ჩაკირკიტებ შენ თავს და რაღაცა და ეს მომენტში არ არის დაამხლელი და მტანჯველიო და მე ვთხარი რომ პირიქით ანუ მე იმ ხილასიამოვნების მიღება ვისწავლე ამ ყველაფრისგან და აი შენი აღმოჩენა რეალობაში რაც ხარ ნუ
ეს კიდევ გეცვლება და შეიძლება რეალობაში სულ სხვა ვიღაც ხარ კიდევ, მაგრამ ყოველი ახალი ჩასვლა, ხო. შენი რაღაც ნაწილი. იმდენად სასიამოვნოა, იმდენად საინტერესოა, მე ხვდები რომ თან ისევ პატარა ბავშვი ხარ და პატარა ბავშვი როგორიც ხარ, ეგ არის ყველაზე ნამდვილი. მე ანუ ეს სერიოზული, გრანდიოზული, უდიდესი დაუსრულებელი პროცესია. თვითრეალიზაცია ხო, თვითშემეცნებას ეყნება, თუ არ ვიცი ვინ ვარ და რა მინდა, მაშინ თვითრეალიზაციაც არასწორია და მაგიტომ არის მე ეგზისტენციალური კრიზისები, რომ რაღაცას ვახერხებთ, წარმატებასაც ვაღწევთ, ბიზნესიც გვაქვს, ოჯახიც გვაქვს, მაგრამ ხდებით ყველაფერი გავაკეთეთ და ვფიქრობთ, რომ ანუ შინაგანი სიცარიელე გაქვს. ანუ განცდისეულად, ანუ გავიდა 10 წელი ამ მიზნების მიღწევაში და ისევ იქ ხარ პირველად, როცა ამ მიზნების დასრულება დაიწყე. შინაგანად. ანუ ისევ იქ ხარ, იმიტომ რომ რაღაც თითქოს სხვა მიმართულებით წახვედი და ამიტომ კრიზისი ეგზისტენციალური ძალიან კარგი რამეა, უბედურება ცუდი არ არის. ეგზისტენციალური კრიზისი ზუსტად ის მომენტია, როდესაც საკუთარ თავთან კონტაქტში მოვდივართ და ამ კითხვებზე პასუხისძიებას ვიწყებთ და სუგარეთ ვართ და შიგნით არ ვართ და ზოგჯერ ეს ამიტომ არის ხო უბედური ადამიანი, ვისაც გამოუცდი არ არის უბედურება, ბევრად მარტივად განიცდის ბედნიერებას და არ ელოდება ამ რაღაც გრანდიოზულ მოვლენებს და უფრო მარტივია მისთვის მდგრადი ბედნიერების განცდა, იმიტომ რომ იმის მეორე მხარეს რა ხდება და მისთვის უფრო მარტივია აქ მხარეს ბალანსის დაჭერა ხო, არც ერთი უკიდურესობა არ აქვს. ხო, მეც მქონია შემთხვევებიც ინდოეთში, როდესაც დავდივარ მედიტაციაზე, რომ აი ამდენს მედიტირებ და ისევ რაღაც კონკრეტულ სახელი ქვია შენს პრობლემას. ანუ პრობლემა შეიძლება იგივე სახელი ქვია, მაგრამ ხარისხია სხვა. ანუ ხარისხი აბსოლუტურად სხვა არის და ის кайფი, რომ თუ იქამდე იყო, რომ გაქვს ისეთი პრობლემები, რომ შენ არ აგირჩევია, არ მოგწონს ამათი ქონა, არც გადაწყვეტა არ მოგწონს, ხო, თქვა, მუშაობ ისეთ სამსახურში, რომ შენი არჩევანი არ არის, იმიტომ მუშაობ. ახლა იგივე პრობლემაა, ოღონდ უკვე შენ სიამოვნებს ამის გადაწყვეტა, ანუ შენი არჩევანია, ანუ მოგწონს რომ ეს, ანუ საერთოდ სხვა დინამიკა, მაგრამ სახელი იგივე ქვია. ამიტომ უკვე ვთქვა, რომ ისევ ის არის, კი, სახელი იგივე ქვია, მაგრამ შიგნით საერთოდ სხვა ხარისხის არის, თქვა ისე ვორენ ბაფეტის და ხო, აი საერთოდ სხვა ხარისხის არის, შეიძლება სახელი ერთსა და იმავე სახელს ვარქმევდეთ, მაგრამ შიგ თავსი აბსოლუტურად სხვა არის და ემოციური მდგომარეობაც საერთოდ სხვა იცვლება. რას შენებოდი ინდოეთის მერე რო თქვენდი. ხო, ეს რესურსული მდგომარეობა გაქვს ბევრად. კი, ეს იმშვიდე მდგომარეობა. ხო, და დავაფიქსირე, რომ ნუ ეს ჩემი რჩევა ყოველთვის ერთია ხოლმე ესეთ თემებზე როცა საუბრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დამკვირვებლის პოზიციაში ცხოვრებაში და ბევრი რამე მე სხვანაირად მიდის რა, თუმცა ხა ეს ინდოეთში კარგად ვიყავი არ ნიშნავს, რომ საქართველოში კარგად არ უნდა ვიყო, ხო? ანუ სადაც ცხოვრობ და რაღაც მოღვაწეობ, იქაც უნდა ეს იმშვიდე უნდა მქონდეს შენარჩუნებული და მივხვდი, რომ აღელვებები რომ წამოვიდე, რომ ჩამოვედი და ერთად გავიაზრე, რომ გვანც დააკვირდება რაზე ხელავ ხა შენ და თუ ამ ყველაფრის შეცვლა შენ რაზეც ხელავ შეგიძლია, შეცვალე. თქვენ მე რამდენჯერ გავარტყი ხელი? მოგეცრავად. ხო, თუ შეგიძლია შეცვალე, ხო? და თუ არ შეგიძლია შეცვლა, მაშინ რატო ღელავ, ხო? მიიღე, რეალობა არ ვარ. რა გაღელვებ? შენ ხარ აი აქ და შენ გარშემო ხდება ყველაფერი. შენ რა გაღელვებს? თუ ღელვა გეხმარება, რომ ეს საკითხი გადაჭრა, იღელვა. არ მჯერა რომ ვინმეს ღელვა, მაშინ ხო. აი ღელვას რა თქმა უნდა, ქაოსური რო ხდები უცებ და რო არ იცი რომ რას მიახტე, რას გამო რაღაცა უგეწყება და უცებ ხდები რომ აქ სიხარ. იაზრებ, რომ აი რაზეც ღელავ არის ობიექტი და შენ ამას გაუკეთებ, ან ამას არ გაუკეთებ. და უცებ გადის ეს ყველაფერი, ანუ აღარ არის ღელვა რა. აი ამის რჩევა მინდოდა რომ მე თქვა და ეს პრაქტიკაში იმდენად საინტერესოა, იმიტომ რომ არავის არ ეგონოს რომ ეხა მე ამ ყველაფერს იმ პოზიციიდან მოპარაკო რომ სულ ასე ვარ, არა სულ ასე არ ვარ, დღის განმავლობაში ხან ისე ვარ, ხან ესე ვარ, მაგრამ რამდენადაც ვხვდები რომ შემილია ესე ჩავრთო, იმდენად მეხმარება ძალიან ბევრ რაღაცაში რა მილაგებს და აი რაც თქვი, იქაც აუცილებლად ვიტყვი რომ კარგად წარმოჩინდეს კიდევ უფრო ჩემი მაგალითის დონეზე რომ აი მე თუ მუშაობდი მაგალითად სამსახურში რომელიც იყო 10-დან 7-მდე და თქვა იმ სამსახურიდან წამოვედი რა. იქ რა პრობლემაც მქონდა სიტყვაზე ვამბობ, ხო? იგივე პრობლემა მაქვს ახლა, როდესაც პოდკასტს ვაკეთებ და ვორქშოპები დავიწყე, ხო? მაგრამ ეს ამას უკვე პრობლემას მე აღარ ვარქმევ. ეს არის უკვე ჩემთვის გამოწვევა და მე ეს ძალიან სიამოვნებს. იმიტომ რომ ამის კეთება ისიც ჩემი არჩევანი იყო
ცალსახად, რასაც მაგრამ ის რო არ ვაკეთებდი. გადაწყვეტილიყო ამ ხარისხიან ვერსიას არ ვერ შექმნიდი. ანუ ის იყო წინაპირობა, რომ ეს ვერსია შეგექმნა. ხო, ამიტომ და ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ იმ დღეს რაღაცა ვიდეოს უყურე და გაგიზიარეთ რა ვიდეოს ალბათ ვერ ჩავთავ აქ, მაგრამ მოვყვები რა იყო, რომ თავიდან რაღაცა ბრუტალურად იწყება ეს ქალი დგას წინ, უდგას მეორე ქალი და გადააგდებს მდინარეში რა და ეუბნება რომ მიყევი რა და ეს იწყებს რაღაცა იხჩობა, უნდა მოვიდეს ხო წინააღმდეგ და უცებ იშვიდდება ხელებში და იწყებს სუნთქვას. Trust the river იმიენდა მდინარეს ეს ეუბნება და მაგათ საბოლოო ჯამში ეს გამოდის ნაპირზე და ჩვეულებრივად სრულდება მორევიდან აღწევ თავს და ამიტომ ეგ პროცესი ხო ძალიან მაგარია. წინააღმდეგობა არ უნდა გაუჭირო რეალურად. მოქმედება იწვევს უკუქმედებას, ხო, საბოლოო ჯამში, ამიტომ უბრალოდ იღებ რეალობას როგორც არის და სვამ კითხვას, მე რა შემიძლია გავუკეთო ამ სიტუაციაში. ზუსტად. იწყებ ქმედებას, იმიტომ რომ ბედნიერება არის ქმედებაში. ანუ მოქმედობაში არ არის. როგორც კი უმოქმედო ხარ, ესე იგი უკვე სხვაგან გადავუხვიეთ, სხვა გზაზე გადავიდე. ძალიან საინტერესო იყო ახლა გამახსენდა უცებ ბედნიერების დაკავშირება მატერიალურ კეთილდღეობასთან და ეს საინტერესო ფრაზა იყო ესე ადამიანები ხარჯავენ თავის ცხოვრებას, რომ გამოიმუშაონ ფული. რათა დაიწყონ ცხოვრება. აი ზუსტად. რომელიც უკვე დახარჯულია. ზუსტად, სულ მაგას აი მაგას ფინანსური კეთილდღეობის მოლოდინიც არის ხომ, რომ აი როდესაც გამომდიდრდები მე. კი, აი მაგალითად ვიმოგზაურებ, რომ დაუბერდები და პენსია მექნება და რაღაცა იმ მსგავსი და არა. ან იმ ემოციას ვერასდროს ვერ მიიღებ, როცა შენ 25 წლის იყავი და იმოგზაურე, სიტყვაზე მე მოგზაურობაზე ის მიგროვ. აწმყოში ყოფნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ხუმრობით იყო ნათქვამი, რომ დიდარი ადამიანები უფრო უბედურები არიან ვიდრე ღარიბი. იმიტომ რომ ამ უკანასკნელებმა ღარიბებმა ჯერ კიდევ შეინარჩუნეს იმის იმედი, რომ როდესაც გამდიდრდებიან, გაბედნიერდებიან და ისინი უკვე იციან სიმართლე და მათთვის უკვე სიმართლე ნაცნობია ასე რომ ეს hope იმედი ძალიან დარჩა ამის რომ იცოცხლო რომ ხო ასე რომ ბედნიერება არის აქ და ახლა ყოფნა, აქ და ამჟამად წარსულის მიღება, მომავალში რა თქმა უნდა მიზნების ქონა, საზრისის ქონა. და ახლა ანუ აწმყო არის ერთადერთი რეალობა, რომლის შეცვლა ჩვენ შეგვიძლია. ანუ ვერც წარსულს და ვერც მომავალს, ანუ აწმყოში შეგვიძლია მხოლოდ ქმედება. სხვა დანარჩენი ცვლილებას არ გვაძლევს და ამიტომ აი აქ დაბრუნება დამკვირვებლების პოზიციაში მიიღება რეალობის თავისი ორივე მხარით. გაკვეთილების, იმიტომ რომ გაკვეთილების გარშე შემდეგ ეტაპზე ვერ გადავდივართ და მე უკვე იმ ხარისხიანი გამოწვევებით გადასვლა განვითარების ახალ საფეხურზე, სადაც უკვე ვეროდ შინაგანად უფრო მაღალი ხარისხის ის არის, რა ქვია, განცდები, როდესაც ზევით ავდივართ სპირალზე. ამ სპირალზე ცოცვაშია მთელი ბედნიერების განცდები და მდგომარეობა. არსი. კეთანხმები, აბსოლუტურად ესე ვაიწერ ხელს. თუ ვეჭეცაც ვაშკა. ბოლოს, როგორც გითხარი, უნდა დაუტოვო კითხვა ჩვენს მენელს და სტუმარსაც. ერთ და იგივე კითხვა შეიძლება იყოს და შეიძლება აბსოლუტურად არათემატური იყოს, უბრალოდ რაც გაგიხარდება. შეიძლება თემატური იყოს პირიქით. ხო, შეგვიძლია თემატური კითხვაც დავტოვოთ. როგორ აბალანსებენ აი ამ ორ კომპონენტს ბედნიერების. როგორ შეიძლება გავახსენე ის ორი კომპონენტი. სიამონება და აზრიანი ცხოვრება. სიამონება და აზრიანი. ანუ როგორ კითხვა არის ესეთი, როგორ ვაბალანსებთ სიამოვნებას და აზრიან ცხოვრებას ერთმანეთს. ეს კომბინაცია, ეს კომპლექსი შეიკროს. გრადი ბედნიერებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო გაცნობა, პირველი საუბარი, პირველი ეპიზოდი ერთად. ალბათ მომავალში შევხვდებით და მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა და დროებით.